შუადღე მშვიდობისა მოგესალმებით თქვენ უყურებთ ანალიტიკას საქართველოს ტალღის პირდაპირ ეთერიდან სტუდიიდან პირდაპირ ეთერში მე ვიმუშავებ დღეს და ჩემთან ერთად იქნებიან თენგო ომანიძე და ცოტნე მარღია კიდევ ერთხელ მინდა ყველას დიდი მადლობა გითხრათ ყურადღებისთვის რომელსაც რა თქმა უნდა პირველ რიგში ტელემაყურებელს რომელიც გიყურებს თავისუფალი არხის საშუალებით და ასევე ყველას ვინც თვალყურს გვადევნებს სოციალურ ქსელებში როგორც Facebook გვერდზე ასევე YouTube გვერდზე და კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდოთ რომ გამოიწერეთ ჩვენი არხები საქართველოს ტალღა შეგიძლიათ ესე მარტივად მოგზავნოთ Facebook გვერდზეც და რა თქმა უნდა YouTube არხზეც TikTok-ზე შეგიძლიათ მარტივად გნახოთ რომელიც საკმაოდ პოპულარულია სხვა შორის TikTok-ი მაინც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. მაშასე ჩვენ დავიწყებთ დღევანდელ გადაცემას, რა თქმა უნდა დღევანდელ ჩვენს დროს სრულად შევესწრებით რომ დაუთმოთ, დიახ, რა თქმა უნდა, იმ მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ხდება ირანში, ირანთან დაკავშირებით, ზოგადად აგერ ძალიან ახლოს ჩვენთან და შესაბამისად ასევე გვექნება საუბარი ჩვენს სწორედ აი ამ კონფლიქტიდან უკვე შაბათიდან დაწყებული დღემდე იბომბება როგორც მეტწილად რა თქმა უნდა ირანი როგორც ერთი მხარე ასევე მეორე მხარესაც ჩვენ ახლა დღესაც ვიღებთ ინფორმაციას და თენგოს და ცოტნე შეეცდება გადაცემის სოლობის დროს რომ თუ რაიმე ახალი იქნება თქვათ შემოგთავაზოთ თქვენ ახლა კადრებს უყურებთ თუ რა ხდება შაბათიდან მოყოლებული დღემდე დაბომბვების სერიები კიდევ ერთხელ ვამბობ როგორც ამერიკის და ასე ვთქვათ ერთობლივი ძალებით იცით როგორ უტევს ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელი და ბრიტანელები ჩართულიან ამ საკითხში ასევე საპასუხო დარტყმებსაც უყურებთ თქვენ ირანიც ახორციელებს საპასუხო დარტყმებს მოგლეთ პრობლემაა ეს რა თქმა უნდა ეს არის პრობლემა ეს ზუსტად ის არის რაზეც ყოველთვის საუბრობდით აგერ ჯერ ერთი ომი არ დამთავრებულა და ჩვენ ახლა უყურებთ აგერ არანაკლებ კი არა მე მგონი უარეს ომს შეიძლება პირდაპირ ითქვას დაბომბვა რაკეტებით არ ვიცი მე მოსახლეობის შვიდობიანი მოსახლეობის და ასევე რა თქმა უნდა სამხედროების ბაზების არ ვიცი ძალიან ბევრი რამ ნეგატივი და უარყოფით მოყვება ამას ასევე იცით რომ სხვადასხვა ქალაქებში რა თქმა უნდა დუბაიზეა საუბარი ემირატებზე ყატარში სადაც თქვათ ირანს შეუძლია და ისინიც ახორციელებენ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმას შესაბამისად რა თქმა უნდა აქაც მშვიდობიანი მოსახლეობა და ზოგადად ზარალდება ქვეყანა ზარალდება ხალხიც რა თქმა უნდა ჩვენ თემაზე ვისაუბრებთ და ჩვენ უბრალოდ მინდა სანამ გადაცემას დავიწყებთ თენგო და ცოტნე დღეს მაინც ერთი დღეს მოკლედ არის ბატონი გურამ გაბისკირიას იუბილე დაბადების დღე ბატონი გურამ გაბისკირია რომელსაც დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა და ადამიანი რომელიც რა თქმა უნდა სოხუმის მერი იმ პერიოდში როდესაც დაიწყო ის კონფლიქტი ჩვენ გვიწევს იმ კონფლიქტზე საუბარი რომელიც მართლა დიდი გულისტკივილია ჩვენთვის და არა მხოლოდ გულისტკივილი არამედ რეალურად ერთ-ერთი მთავარი მისია და ამოცანა შესასრულებელი რომ ჩვენ დავებრუნოთ და დაუბრუნდეთ არ ვიცი ერთიანი და მთლიანი იყოს ჩვენი ქვეყანა სწორედ გურამ გაბისკირია რომელიც მხოლოდ ვაჟკაცობით მხოლოდ ღირსეული მამულიშვილობით ღირსეული თუნდაც და კეთილსინდისიერი თავისი თანამდებობიდან გამომდინარე აი ასე ახსოვს საზოგადოებას მე არ მქონდა საშუალება რა თქმა უნდა მაშინ 16 წელს ვიყავი 15-16 წელს ვიყავი მაგრამ კადრები რომელსაც ეხაც უკვე ჩვენი შვილები და მომავალი თაობა ნახავს სწორედ ასე დაამახსოვრდებათ ეს კაცი უაშკაცესი კაცი რომელიც აი ისე მოხდა მისი სიკვდილი და მისი გარდაცვალება და ტრაგიკული მისი დაღუპვა როგორც იმ კადრებიდან გვახსოვთ ჩვენ ყველას რა თქმა უნდა დღეს მისი დაბადების დღეა თორე იქ ყველა მათ შორის ბატონი ჟიული შარტავა და სხვა დანარჩენი ნებისმიერი ადამიანი ვინც აი შემადგენლობით რა კადრებში ჩვენ ვხედავ და ვინც კიდე რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ვაჟკაცურად შეეწირა უბრალოდ კადრები არა გვაქვს სწორედ ასე გვახსოვს ნათელი მის ხსოვნას ბატონი გურამ გაბესკირიას ხსოვნას მის ოჯახს კიდე
სიკეთე, სიხარული და ყველაფერი კარგი და მადლობა ჩემი და ჩვენი მხრიდან, საქართველოს ტალღის ჩვენი სტუდიის მხრიდან, ზოგადად მთელი საქართველოს მხრიდან დიდი მადლობა, რომ ასეთი ღირსეული კაცი, ასეთი ღირსეული ადამიანი და საამაყო ადამიანი არის ჩვენთვის და იქნება ყოველთვის ჩვენი შულებისთვის და უნდა იყოს აუცილებლად ჩვენი შულების და მომავალი თაობისთვის. მინდოდა ასე დაგვეწყო და კიდევ ერთხელ დიდი სამძიმარე ამ ოჯახს და სიკეთე ბედნიერება მის მეგობრებს, ახლობლებს, მის ოჯახის წევრებს. მადლობა ბატონო გურამ თქვენ იმ აშკაცობისთვის, იმ თავდადებისთვის და მინდა რომ ძალიან მალე და ჩვენს ვიყოთ მოვესწროთ და ვიყოთ მონაწილეები იმ პროცესის, რასაც თქვა აფხაზეთის საქართველოს გაერთიანება ქვია, სოხუმში დაბრუნება, სოხუმის დაბრუნება ქვია და ის ადამიანები, დევნილები, ტოლულები, ვინც აი ამ ტკივილს უფრო მეტად განესტიან და აგიცოტნე არის ერთ-ერთი ადამიანი მაგალითი, რომელიც დედაც არის, სწორედ აფხაზეთიდან დევნილი და ცოტნემ კარგად იცის ეს და ცოტნეს არის, სწორედ აი ამ ტრაგედიის მონაწილე. გვინდა რომ ჩვენც ვიყოთ იმის მონაწილეები, რომ აი ამ მართლა არ ვიცი ყველაზე მთავარ მისიაში შესრულების დროს ჩვენს მონაწილეობა მივიღო და საქართველოს ერთიანი და მთლიანი როცა გახდება ჩვენს პატარა ჩვენი აგური დავდოთ. ეგ აუცილებელიც არის, მე რა მივესალმე მაყურებელს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აი გურამ გაბისკირიაზე საუბრით დაიწყეს არის საქართველოს ეროვნული გმირი, ხო? აი ეს სტატუსი აქვს მათ შორის სახელმწიფოსგან მინიჭებული და ალბათ ეს შემთხვევაა, როდესაც ეს ადამიანი სრულად იმსახურებს და კიდევ უფრო მეტსაც იმსახურებს, მეტ პატივს, მეტ ღირსებას, იმიტომ რომ მან დაგვიტოვა მაგალითი, როგორ უნდა იცხოვრო და როგორ უნდა მოკვდე ქართველი. ალბათ აი ამისი მაგალითი არის გურამ გაბისკირია და რაც ჩვენ თქვი, რომ ჩვენ სურვილი კი არ არის, მე ვფიქრობ ეს ჩვენი თაობის ვალდებულებაც არის, რომ უნდა მოხდეს აი იმ დიდი საქმის კეთილად აგვირგვინება, რასაც ეს ადამიანი შეეწირა. იმიტომ რომ ჩვენ ერთი რამე უნდა გვესმოდეს, რომ თუ ჩვენმა თაობამ ვერ გადაჭრა ეს პრობლემა, თუ ჩვენ ვერ მოვრიგდით ერთმანეთში, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შვილებს ისევ ომი მოუწევთ და ისევ ერთმანეთს ხოცვა მოუწევთ. აი ეს არ შეიძლება რომ დაუშვათ, ეს უნდა გვესმოდეს, ეს უნდა გავითავისოთ და ეს უნდა იყოს ქართული საზოგადოებისთვის მთავარი საკითხი. ჩვენ არ გვაქვს იმისი ფუფუნება, რომ კიდე 10 წლეულები ის საკითხები, რაც დაკავშირებულია აფხაზეთთან, რაც დაკავშირებულია სამჭაბლოსთან, სამხრეთ ოსეთთან გადაიდოს და რაღაც აცილ დრო ამ შემთხვევაში ჩვენ საზიანოდ მუშაობს. ამიტომ არის ეს ასრაფოდ გასაკეთებელი ამბავი. რაც შეეხება ჩვენი გადაცემის თემას, ვიწყებთ ბუნებრივია ირანზე საუბრით და ირანში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით. შაბათს ღამით დაიწყო, პარასკევს ღამით შაბათი რო თენდებოდა ჩვენი დროით, მაშინ დაიწყო ეს ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. რა შეგვიძლია ამ ეტაპისთვის რო ვთქვათ, პირველი არის ის, რომ როგორც ჩანს მიზანი იყო სწრაფი, მოულოდნელი იერიშით ირანის რეჟიმის ჩამოშლა, ზუსტად ამას ემსახურებოდა თავდასხმაც და პრინციპში მერე გაკეთებული განცხადებების მეტყველებს, რომ სამიზნე იყო სწორედ ირანის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა, რომელიც ძალიან სწრაფად 24 საათის განმავლობაში პრაქტიკულად სრულად გაანადგურა ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების იერიშებმა, თუმცა ამას ვერ მოყვა ის შედეგი, რაც როგორც ჩანს იყო თავიდან გათვლილი. ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს. მე ერთი რამე თავიდანვე მინდა ვთქვა, ქართული საზოგადოებისთვის როგორც წესი უფრო მარტივი არის ხოლმე ამ ტელევიზიებით ინფორმაციის მიღება, ტელე პირველებს გულისხმობ და კიდაც აქეთ სამთავრობო მედიას გულისხმობ, ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ აქვს. სოფლიო მედიაშიც იგივე მდგომარეობაა. შეუძლებელია ჩვენ გავიგოთ რა ინფორმაცია არის მართალი და რა ინფორმაცია არ არის მართალი, რაც გადმოიცემა ხოლმე და გასაგებია, რომ ორივე მხარის პროპაგანდა ძალიან აქტიურად მუშაობს ესეთ დროს. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ გავიგოთ სიმართლე, ამას ესე პირდაპირ ინფორმაციას, რასაც გაწვდიან, ესე ვერ გავიგებთ. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ოფიციალური პირების, ოფიციალური მხარეების განცხადებებს, მათ რეაქციებს და აქედან გამომდინარე გამოგვაქვს ჩვენ ეს დასკვნები და არა ისე რომ აი რაღაც ტელეგრამ არხში რაღაც ინფორმაცია დაიწერა და ამიტომ სიმართლეა. ამიტომ მე მიმაჩნია რომ როგორც ჩანს
დასავლურმა კოალიციამ ამ შემთხვევაში თავის საწყის მიზანს ვერ მიაღწია, რადგან პირველი ის რომ თავად ამერიკული მხარე და ისრაელის მხარე ადასტურებს რომ რამდენიმე კვირა დაჭირდება კიდე ამ ოპერაციის დასრულებას. ნეტანიაჰუს განცხადება იყო რომ 1000-ზე მეტი ობიექტი გვაქვს მომნიშნული, რომლებსაც მიმდინარე კვირის განმავლობაში 1000-ობით ობიექტი გვაქვს, რასაც უნდა დავარტყათო და საბოლოო ჯამში ყველა მოწოდება მთავრდება იმით რომ მოუწოდებენ ირანელ ხალხს აჯანყდით, გამოდით, შეცვალეთ რეჟიმი. ანუ მიზანი ამ ოპერაციის იყო რომ აი ეს შოკის ეფექტი გამოეწვია, გაენადგურებინა ელიტა და შემდეგ უკვე ირანელ ხალხს, ვინც საპროტესტოდ არის განწყობილი, მისცემოდა იმისის შესაძლებლობა რომ სწრაფად ემოქმედა რეჟიმის შესასრულად. თუმცა პირველ ეტაპზე როგორც ხედავთ, ეს არ არის მიღწეული ეს მიზანი, მართალია მოკლეს და განადგურდა ირანის ხელმძღვანელობა, მათ შორის ალი ხამენეი, რომელიც გახლავთ სულიერი ლიდერი მთელი შეიტური სამყაროსთვის და არა მხოლოდ ირანისთვის, მაგრამ ამას არ გამოუწევია ირანში რეჟიმის ცვლილება. უფრო მეტიც ირანს როგორც ჩანს აღმოაჩნდა იმისი რესურსი, რომ მიუხედავად აი ამ საშინელი მომაკვდინებელი დაბომბებისა, მას არ დაუკარგავს არც ბრძოლის უნარიანობა და საპასუხო ზომები, ასე ვთქვათ, ირანის მხრიდან სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. აქ საინტერესო იყო ჩემთვის პირადად ევროპელების რეაქცია პირველ რიგში, რომელიც უკვე ყველანაირ კრიტიკას ცდება. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვინ ვის მხარეს არის, ან ვიღაცა შეიძლება საერთოდ ეს ომში ბალეშიკობა, ბოდიში ვიცი რომ გულშემატკივრობა ქვია, მაგრამ რასაც ესენი აკეთებენ ჩვენები განსაკუთრებით ამას ქვია ბალეშიკობენ. ეხა ომში ზიან და აბა კომპიუტერულ თამაშს რო უყურებ, რომ რამდენი ადამიანი მოკვდება აქეთ და იქით, რაც აი კომპიუტერული თამაშების დროს არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, შენთვის იქ პერსონაჟები იცოცხლებენ თუ მოკვდებიან, ესე უყურებენ ეხა ტელევიზორში სამწუხაროდ ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომ იქ აი ვერც იაზრებენ რომ მილიონობით ადამიანის ტრაგედიაზე გადის ეს. მაგრამ ნუ აი ევროპელების რეაქციას რო დაუბრუნდეთ, აქ საოცარი იყო სტრამერმა, მერცმა და მაკრონმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ირანს მოუწოდებენ შეწყვიტოს არაპროპორციული პასუხი ხა. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ხა ეს ისტორია შეაფასებს ვის რა როლი აქვს ამ პროცესებში, მაგრამ მოდი რა საღი თვალით შევხედოთ. ესე იგი, მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს, როდესაც მხარეები ისხდნენ მოსალაპარაკებლად, აი მოლაპარაკების მიმდინარეობის დროს გაეროსგან არასანქცირებულად მოხდა პირდაპირ თავდასხმა ირანის ტერიტორიაზე. დაარტყეს 100-ობით ობიექტს, გაანადგურეს პოლიტიკური ელიტა, გაანადგურეს სულიერი ლიდერი და თან აცხადებენ, რომ არც აპირებენ დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, რომ მომდენო კვირებში კიდე 1000-ობით ობიექტი უნდა დაუბომბოთო. და ესეთ დროს ევროპელი ლიდერები ირანს მოუწოდებენ, რომ პროპორციულად უნდა უპასუხო და რა იქნება ამ შემთხვევაში, აი როგორ მაინტერესებს ირანელების მხრიდან ევროპელების თვალში რა იქნებოდა პროპორციული პასუხი, რომ იქ ნეტანიაჰუსთვის უნდა დაერწყათ, ესე იგი ამათაც უნდა გაენადგურებინათ პოლიტიკური ელიტა, ამერიკული და ისრაელის ელიტა, თუ აი რას ნიშნავს, როდესაც ეხა ამაზე მაინც ხო ვერავინ ვერ იტყვის, რომ ირანი სადმე შეიჭრა, ირანს დაარტყეს ამ შემთხვევაში და ის პასუხობს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხა ჩემი სიმპათია, ანტიპათია არც ერთ მხარეს არ არის ამ შემთხვევაში, ამას ხაზგასმით ვამბობ და მიმაჩნია, რომ ქართული საზოგადოება ზუსტად ესე უნდა იყოს განწყობილი, რომ აქ არც პროირანული და არც ანტიირანული განწყობები არაფერში არ ჭირდება დღეს ამ ქვეყანას, ჩვენ უბრალოდ მშრალად და ფაქტებით შევაფასოთ, ეხა მართლა მოლაპარაკებებზე იყვნენ ჟენევაში წინა დღეს და სანამ აი თვითმფრინავები დაბრუნდებოდნენ დედაქალაქებში, მანამდე მოხდა თავდასხმა. ესეც საშინელი თავდასხმა და გასაგებია ეხა რომ ირანს ამ ყველაფერზე ექნებოდა რეაქცია, თან ის კვირებით ადრე აფრთხილებდა რეგიონის ქვეყნებს, რომ თუკი ჩვენზე განხორციელდება თავდასხმა, ამერიკული ბაზები, სადაც არ უნდა იყოს ის განთავსებული რეგიონში გახდება ჩვენი სამიზნე და ეხა სახელმწიფოები, არაბულ სახელმწიფოებზეა საუბარი, რომლებმაც საკუთარი ტერიტორია დაუთმეს დასავლურ კოალიციას, მათ ტერიტორიაზე ბაზები განათავსეს, საჰაერო სივრცე მისცეს იმისთვის, რომ განეხორციელებინათ ირანზე დარტყმა, ეხა ირანი თუ ამ ხალხს უპასუხებს საპასუხო ცეცხლით, ჩემთვის პირადად ამაში ეხა გასაოცარი ნამდვილად არაფერი არ არის. დღეს ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც არის ამ ხრივ, ეს ჯერჯერობით მაინც არ არის ჩემი აზრით სრულმასშტაბიანი ომი. ეს არის მაინც ჯერჯერობით ოპერაცია, რომელიც გულისხმობს საჰაერო დაბომბვებს, სარაკეტო დარტყმებს, მაგრამ აი თუკი ალბათ რაღაც პერიოდი, რამდენიმე დღე შეიძლება კვირა ამ რეჟიმში გაგრძელდა ეს პროცესები, ну ადრე თუ გვიან ან ერთ ან მეორე მხარეს აი სარაკეტო დარტყმების რესურსი რა თქმა უნდა შეუმცირდება და თუ ამ პერიოდში ვერ მოხდა დეესკალაცია
და არ მოხდა მხარეების დაბრუნება პოლიტიკურ დიალოგში და დიპლომატიურ დიალოგში, მერე ჩდება მართლა იმის რისკი, რომ შეიძლება რომელიმე მხარეს მოუწიოს სახმელეთო ოპერაციის დაწყება. ეს შეიძლება კი ბატონო, უბრალოდ მე გაგაწყვეტინებდა რატო. მაპატიე. შენ თქვი რომ აი ეს ჯერჯერობით როგორც ხედავთ არ არისო ისეთი არ გადის რაღაცა არ გადადის სრულმასშტაბიან რაღაცა ომს ვერ დავარქმევთ. ისე მაგალითის მინდა მოვიყვანო და რამდენად ობიექტური იქნება ამ შემთხვევაში არ ვიცი. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი არის 4 წელი მიდის. 4 წლის განმავლობაში რაც რუსებს არ და ორივე მხარეს მოდი თქვა თან არ დაგვაქვს ესეთი რამე. აქეთ არის რუსეთი და იქით არის მთელი ევროპა, მათ შორის კაიხანი იყო ამერიკის შეერთებული შტატების. მთელი დასავლეთი, ხო? და რაც ეხლა აი ამ შაბათიდან თუნდაც, მანამდე კიდე ორკვირიანი გვახსოვს ჩვენ, ხო? რაც იყო. მოდი ავიღოთ თუნდაც აი შაბათიდან ორ შაბათამდე. 4 დღეში რაც იქ მოხდა ეს თუ სრულმასშტაბიან ხო არ მოხდა რა ომს გულისხმობ ამ შემთხვევაში განა იმას არ თუნდაც არაკეტო აქ ფაქტიურად რომან სახმელეთო ჯარებზეა საუბარი მე მესმის შენ რომ ამას გულისხმობ რაღაც სახმელეთო მაგრამ ფაქტიურად თუ რამე რაკეტა იქ არ გასროლილა 4 წელს განმავლობაში 4 დღეში ამ კოალიციურმა თუ არ ვიცი რა დავარქვა ამერიკულმა და ებრაულმა და ჯარებმა და მათ შორის ბრიტანელებმაც გამოიყენეს აი აქ ცოტა აი რაღაცი დამაფიქრებელია ეს ბუნებრივია მაგრამ კითხვები ჩდება რა რამე სხვა ხო არ არის რამე მიზანი ეს არის სხვა შორის ძალიან კარგი ილუსტრაცია იმ ყველაფრის აი ამ ჩვენი ლიბერალების გაყინული ტვინისთვის უნდა იყოს ეს ზუსტად მაგალითი რომ აი რას ნიშნავს როდესაც მხარეები მართლა არ უფრთხილდებიან ერთმანეთს და არ ინდობენ და დაუნდობელი ომი მიდის ეს ხდება დღეს ახლო აღმოსავლეთში ამის მსგავსი არაფერი არ ყოფილა უკრაინაში ის ნგრევა რასაც ჩვენ ხედავთ უკრაინაში ეს 4 წლის განმავლობაში გაწელილი პროცესი რა თქმა უნდა ეს არის არ ვიცი საშინელი სანახავი მაგრამ ეხლა ესეთი კადრები რომ ერთმანეთის დედაქალაქები ჰიპერბგერითი რაკეტებით დაებომბოთ და ერთმანეთის ლიდერები გაენადგურებინოთ და ესე დაუნდობლად თავშესაფრებს ესროდნენ ასეთი რაღაც სცენები ხო არ გვინახავს უკრაინაში დღეს მაინც ხო უნდა იყოს ეს თვალსაჩინო ასე ვთქვათ ამ ჩვენი ტვინგაყინული ლიბერალებისთვის რომ რა არის სინამდვილეში ომი და ნგრევა და უბედურება და ნუ რამდენად განსხვავდება ხასიათით ეს ორი კონფლიქტი, რასაც ჩვენ ხედავთ უკრაინაში და რასაც ჩვენ ხედავთ ახლო აღმოსავლეთში. მე რაც ვიგულისხმე ხა ისე გამოვიდა მე რა თქმა უნდა ომი არ არის ჯერ როგორ არ არის ომია და საომარი მოქმედებებია, მაგრამ შემდგომი კიდევ უფრო დამანგრეველი ფაზა გვაქვს. წინ თუ კი დაიწყება სახმელეთო შეჭრა, ან ირანში დაიწყება სახმელეთო შეჭრა, ან პირიქით თუ კი ირანული მხარე გამოიყენებს მას ყავს სხვა შორის უნდა ითქვას თელ ახლო აღმოსავლეთში ძალიან ძლიერი შიიტური ორგანიზაციები, გასამხედროებული ორგანიზაციები, ეს არ არის მარტო ჰეზბოლა, რომელიც სხვა შორის ოფიციალურად ჩაერთო უკვე გუშინ ღამიდან ომში, მაგრამ გარდა ამისა ყავს ძალიან ძლიერი შიიტურ ფარს ეძახიან, ასე ვთქვათ, 4 სახელმწიფოში განსაკუთრებით, სირიაში, ერაყში, იემენში ყავს ასევე საკუთარი მომხრეები, რომლებსაც თუ ამოქმედებს და დაიწყება ეს სახმელეთო შეტაკებები, ამას ექნება ბევრად უფრო დამანგრეველი ეფექტი და ბევრად უფრო სისხლისმღვრელი შედეგები მოყვება სამწუხაროდ. ეს რო თავიდან იქნა საცილებული, ალბათ საჭირო არის პირველ რიგში ის, რაზეც მთელი მსოფლიო მოუწოდებს მხარეებს, რომ უნდა დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუმცა დღეს არა გვაქვს ამ მხრივ კეთილსაიმედო პროგნოზები, რადგან ირანულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ისინი არ გეგმავენ შტატებთან მოლაპარაკებას და ბოლოს ვიტყვი აი კონკრეტულად ამ განცხადებაზე, მე თავიდან იმით დავიწყე საუბარი, რომ რთული ამ პროპაგანდაში გაერკვე რა არის სიმართლე, რა არის ტყუილი და მაგრამ აი სწორედ ასეთი ტიპის განცხადებებისგან ოფიციალური პოზიციებიდან უნდა გავაკეთოთ ჩვენ ანალიზი რა ვითარება არის. ის რომ ირანი აცხადებს, რომ ის არ აპირებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას, ეს როგორც მინიმუმ ნიშნავს იმას, რომ და თან პლუს ამას რა ვთქვით, რომ ევროპელები ირანის პასუხს არაპროპორციულს უწოდებენ, ეს როგორც მინიმუმ ნიშნავს იმას, რომ ირანს ამ დღეების განმავლობაში აქვს გარკვეული სამხედრო წარმატებები და ის არ თulis საჭიროდ და აუცილებლობად მოლაპარაკებების დაწყებას, როგორც ჩანს არ აღმოჩნდა და რასაც ჩვენ სხვა შორის ამ სტუდიაში პროგნოზირებდით, არ აღმოჩნდა ირანი ისეთი ადვილი სამიზნე დასავლური კოალიციისთვის, როგორც შეიძლება ეს მანამდე იყო. საქართველოსთან მიმართებაშიც ვიტყვი და უკვე შემდეგ ცოტნეს მივცემ უბრალოდ. თუ გინდა აი ჯერ ვიდრე გადავა. ნიუსი მოვიდა და მე საქართველოს უკეთებს მინდა რომ საქართველოს მომეცი მაშინ ამის საშუალება. ცოტნე მინდა რომ შენ რა თქმა უნდა ზუსტად იგივე შენი ანალიზი საინტერესოა, მაგრამ მე
და რომ აი ჩემი კითხვით რაც იგივე თქვათ იგივე თენგოსთან მიმართებაში რა კითხვაც გამიჩნდა. ნუ პირველი რაც იყო ის და მე მგონი ჩვენ ამაში ხარ მართლა რასაც ხედავთ რომ თან ხვდებით ამაზე შეთანხმება რასაც უყურებთ იმის ანალიზს ვაკეთებთ ჩვენ ხო? თან დღეს უკვე გარკვეულწილად იცი რა არის ამ სოციალურმა ქსელებმაც მიუხედავად იმისა რომ ინტერნეტი არ იყო ირანში მაინც მასალა ანუ პირდაპირ ეთერში ომი გადმოიცემა პოლიტიკოსებს აი ადრე ვიდრე სოციალური ქსელები იქნებოდა პოლიტიკოსებს ჩვენ ხო ვიცით რომ ნებისმიერ პარტიიდან დაწყებული დამთავრებული პრეზიდენტამდე პრესამსახურები იყო და პოლიტრედაქტირება არსებობდა ვიდრე Facebook-ი და ვიდრე პირდაპირ ჩარტები მობილურით შემოვიდოდა ამ თანამედროვე ჩვენ ცხოვრებაში მანამდე ამას კიდე ახერხებდნენ და კორექტირება ხდებოდა მაგრამ დღეს მესმის რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს კი არა ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდება იმიტომ რომ ირანში ვიცით რომ ინტერნეტი არ იყო ხედავთ იბომბები მაგრამ მოსახლეობა ნახულობდნენ ადგილებს ადგილმდებარეობებს საიდანაც ინტერნეტით ასვდნენ ინფორმაციას ნუ ეს ერთი მხარე აი მე მინდა ახლა მეორე ნაწილის კითხვა დავსვა იგივე რას დავსვით თქვათ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი 4 წელია მიდის და პირველი დღიდან ვამბობთ რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს და მშვიდობა უნდა იყოს წარმოგიდგენია ახლა იგივეს ვამბობთ აქ და ჩვენ აქ არ ვეძებთ ვინ არის მართალი ვინ არის მტყვანი ჩვენ არაერთი გენერალი ყოლია გენერალი ლეიტენანტი ყოლია მათ შორის ბატონი გურამ ნიკოლაიშვილი პირდაპირ ეთერში და არასოდეს სამხედროები აი კონკრეტულად სანამ მართლა რამე არ მოხდებოდა არასოდეს არ არქმევენ ომს ამას ვიცნობთ ჩვენ 4 წელია ვიცნობდით როგორც კონფლიქტს ხო იმის ფონზე მეორე კითხვაც გამიჩნდა ანუ ობიექტურად რო შევაფასოთ თენგო მახსენა ასევე ნუ ის დაბომბვები და მანამდე ახსენა პალესტინის საკითხი და თქო მანამდე იყო ირანში მეორე კითხვაც მიჩნდება ეხლა ამ შემთხვევაში ისევ რა თქმა უნდა რუსეთთან მიმართებაში და თუ გინდა კონკრეტულად ეხლა პუტინთან მიმართებაში ხო მაინც ისედაც გვეძახიან პუტინისტებს მაგრამ ნუ რა ვქნათ ობიექტურ ანალიზს ვაკეთებ ჩვენ ისრაელმა რაც სირიაში რაც დაიწყო დაახლოებით 1 თვე არ გაგრძელდა ის და ჩვენ გვაქვს მაშინდელი მონაცემები და სხვა შორის გაეროს მონაცემებიც რომ იქ მარტო ჟურნალისტი მშვიდობიანი ჟურნალისტი 73 გარდაიცვალა ასევე არის ინფორმაცია გაეროს ინფორმაცია ეს იმ კონფლიქტში სადაც ისრაელი პირდაპირ ჩაერთო და ნუ მესმის იქ რაც მოხდა როგორც მოხდა ჩვენ არ ვიძიებთ ხა მართალი იყო ომს საერთოდ ისტორია მაინც თავისებურად წერს და აფასებს და იმ მომენტში ის ისტორიკოსები რომელიც წერენ მით უმეტეს დღეს ეს ჩვენ თვალწინ ხდება რა არის კიდე ყველაზე მთავარი არა მხოლოდ ჟურნალისტები არამედ იმ ერთი თვის განმავლობაში მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი იყო საკმაოდ მაღალი მათ შორის ბავშვების 30000-მდე ბავშვი იყო ეს მონაცემები ჩვენ კარგად გვახსოვს ხო ეს არის გაეროს მონაცემები რაც მაშინ გამოქვეყნდა და ამას ხოთა შორის ომის კვლევითი ჯგუფები არის და მილიონი ორგანიზაცია სხვა შორის ამერიკული და ევროპული აქ არა საუბარია ამას ეხლა დაუმატოთ რაც ეხლა 4 დღის განმავლობაში ხდება აქაც სხვა შორის გაეროს ეხლა ბოლოს შეხვედრაზე იქაც დაფიქსირდა რომ საკმაოდ მაღალია მშვიდობიანი მოქალაქეები ეხლა უბრალოდ გავიხსენოთ პუტინს ჰააგამ რის გამო გამოუტანა განაჩენი ის რომ ჰააგამ ცნო ის დამნაშავედ კაცობრიობის წინააღმდეგ ხო ბუჩის კონკრეტული ბუჩის ეპიზოდი რომელიც ხათაშორის ეს ეპიზოდი გაქრა არც ევროპულ პრესაში და განსაკუთრებით რაც ტრამპი პუტინის შეხვედრა ნუ მოკლედ და იქ თავარი მიზეზი იყო საშინელება მოხდა კიდევ ერთხელ ვამბობ 1 საათიანი ომის კონფლიქტიც რო იყოს ერთი რიგითი მოქალაქის მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალება ჯარისკაცებს რა თქმა უნდა პრობლემა მაგრამ იქ სწორედ ჰააგას ტრიბუნალმა გამოუტანა განაჩენი პუტინს სწორედაც ბავშვების საკითხთან დაკავშირებით. უბრალოდ კითხვა ჩდება და აი თან რომ დავიწყოთ ანალიზი, ანუ ეს ყველაფერი დღეს რაც ხდება, მანამდე რაც ჩამოთვალეთ მაგალითად. რომელიმე როგორც პუტინს გამოუტანეს, ხო, თვლიან ისინი რომ სამართლიანი გადაწყვეტილება და ჰააგა, ნუ არ ვიცი. ჯერჯერობით უმაღლესი ინსტანციაა სასამართლო ჰააგას ტრიბუნალი, რომელიც ნუ ისტორიულად და ვიცით რა გადაწყვეტილებაა გამოტანილი, ხო? მაშინ ამ შემთხვევაში ეს კითხვაც ხო ჩდება რა. როგორ აქ ახლა ეს პუტინს ხوار დაუბომბია თქვა თან ვინმე სხვას. აი ეს ლოგიკური კითხვაა, რომელიც ანალიზის დროს, რა თქმა უნდა, მხარე შეიძლება მხარე იყო.
ომი არის საშინელება და უნდა იყოს შინობა, მაგრამ ეს კითხვები ხო ჩდება. მე ისტორია ხო უნდა დაიწეროს, არა? კი ბატონო, პირველში მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. ფაქტია, როგორც მახსოვს 2023-ში ან 24 წელს ჰააგამ ზუსტად იგივე განაჩენი გამოუტანა ნეთანიაჰუს. რასაც გარკვეული ქვეყნები შეუერთდეთ, დაუშვათ აი მაგათ ნორვეგია მახსოვს, რომ აი ნორვეგიის პრემიერმა განაცხადა, რომ თუ ნეთანიაჰუ ჩავიდო და ნორვეგიაში ოსლოში მას აუცილებლად დააკავებდნენ, ასეთივე განცხადება ჰქონდა ესპანეთს, სანჩეს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ამას მოყვა რა ტრამპის მოსვლის შემდეგ ის პროკურორი, რომელიც დაუშვათ ისრაელის წინააღმდეგ აწარმოებდა საქმეს ჰააგაში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასაქცია, ასე ვთქვათ და შესაბამისად ეს იყო ამერიკელების რეაქცია, დაუშვათ აი ჰააგის სასამართლოს, ასე ვთქვათ, ასეთ მათი პოლიტიკური ინტერესთან ამოვარდნილ გადაწყვეტილებაზე. ამიტომ ეს რაზე მიანიშნებს ავტორიტეტს, ამით ხაზი გაუსვეს, მათთვის რა არის? ეს არაფერს არ ნიშნავს, ხო? ეს ჩვენთვის არის მხოლოდ რაღაცა დოგმებად ქცეული მათი გადაწყვეტილებები, მაგრამ რასაც შენ ახლა ხაზი გაუსვე, რასაც თენგო ძალიან მარტივად ჩვენ როდესაც უკრაინის კონფლიქტი დაიწყო, ჩვენ როდესაც ვამბობდით, რომ იქ ეს სოფლიო აღარ მოქმედებს რაღაცა საერთაშორისო წესრიგის ფარგლებში, არამედ ძალის პრიმატ წამოვიდა წინ და ვისაც ძალა აქვს მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, აი იგივე ვხედავთ ჩვენ ირანთან მიმართებაში არაფერი ახალი აღარ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელი, ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც ჩემი შეხედულებით და ჩემი აზრით გაცილებით მძლავრი კოალიციაა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დაუშვათ ირანი დარჩენილი მთელს დასავლურ სამყაროსთან ისრაელ, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით არის განწირული ამ ომში, იმიტომ რომ კი ეს არის არაპროპორციული ძალების განაწილება და იმ შემთხვევაში თუ ეს კონფლიქტი გაგრძელდება დროთა განმავლობაში და გაიწელება ვადებში, საბოლოო ჯამში ეს იქნება ირანისთვის ძალიან ცუდი შედეგების მომტანი, იმიტომ რომ როგორც დაუშვათ აი ჩვენი აკაცუკები ეგრეთ წოდებული გვიმტკიცებდნენ, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების დროს რომ თურმე უკრაინას შეეძლო რუსეთის დამარცხება და მოსკოვის აღება და იქით ციმბირის სტეპისკენ გაჭრა, დაახლოებით იგივე იქნება ახლა იმის მტკიცება დავიწყოთ ჩვენ, რომ ახლა ირანს აქვს იმის პოტენციალი სამხედრო ან რესურსი, რომ ის მან შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატების დამარცხება. ხო, ეს წარმოუდგენელი რამე არის. ზუსტად ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ერთადერთი ფაქტორი იქნება საკმარისი ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ბირთვული სახელმწიფო, როგორც რუსეთი და ირანი, რა თქმა უნდა, არ არის ბირთვული სახელმწიფო და სხვაობა კიდევ ერთი, რაც დაუშვათ უკრაინასა და irans შორის არის, ასევე ხაზი უნდა გავუსვათ, ჩემი აზრით ის არის, რომ ირანის შემთხვევაში დავუშვათ უკრაინას ვიცით ჩვენ, რომ უკრაინის გვერდით თუ უკან თუ ზევით დგას მთელი დასავლური სამყარო და ნატოს პირველ რიგში ნატოს ქვეყნების და ალიანსის სახით და აი ვინ არის ირანის ასე ვთქვათ რეალური მეგობარი ამ საქმეში და ვინ აიღებს საკუთარ თავზე თუ კონფლიქტი გაგრძელდა იმ ფუნქციას, რასაც იღებს დასავლური სამყარო უკრაინასთან მიმართებაში, ანუ გულისხმობ მათ შეიარაღებას, იარაღის მიწოდებას, გადამზადებას, ინსტრუქტორების იქ ჩაყვანას და მათ შორის უცხო ქვეყნის ასე ვთქვათ, ამის პრობლემა ალბათ არ ექნება, იმიტომ რომ ისედაც ძალიან ბევრი სურვილი იქნება ირანში, განსაკუთრებით შიიტური ისლამის მიმდევარი ადამიანები ირანში ომის ამერიკელების წინააღმდეგ, მაგრამ მათ შორის აი ამ საკითხების კოორდინაციას რომელი სახელმწიფო გაუწევს, ასე ვთქვათ, ორგანიზებას აქ რაცაც ჩვენ ახლა დღეს ხედავთ, რაც საჯარო წყაროებში ჩანს და რა განცხადებებსაც აკეთებენ, უშუალოდ იგივე რუსეთის ან ჩინეთის სახელმწიფო მეთაურები, რომლებიც ჩვენ გვახსოვს ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ორჯერ გაიმართა საერთო საზღვაო სამხედრო წვრთნები ჩინეთ, რუსეთ, ირანის გემების მონაწილეობით ჰორმუზის სრუტეში, რომელიც დღეს გადაკეტილია უკვე ირანმა ჩაკეტა და გვახსოვს რომ იყო ესეთი მოლოდინი, რომ ირანის ხარდამხარ რუსეთი და ესე იგი ჩინეთი არიან და ისინი არ დაუშვებენ უშუალოდ ირანის დამარცხებას. თუმცა დღეს ხედავთ მხოლოდ შეშფოთებას, როგორც მათ აი ამ ორი ქვეყნის ევროპელ კოლეგებს ჩვევიათ, როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის ხელმძღვანელობა, საგარეო საქმეთა მინისტრები თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერები შემოიფარგლნენ იმით, რომ ეს არის რაღაცა ბოროტი თავდასხმა
და არა ადამიანური და არა ჰუმანური აქტი და ასე შემდეგ. ნუ უფრო მძიმე შეფასება პრინციპში შემიძლია ვთქვა, რომ ქონდა თურქეთს, რომელიც ნატოს წევრია, რომელსაც ვთქვა, რომ ეს არის ტერორისტული თავდასხმა პირდაპირ და ტერორისტული თავდასხმაში ჩადიან ტერორისტული სახელმწიფოები. ხო, ეხლა ესე ტერორისტული თავდასხმა უწოდა ამერიკა-ისრაელის მოქმედებას ირანში, ნიშნავს, რომ ისრაელი იგულისხმება. გასაგებია, მესმის კი, რა თქმა უნდა, მაგრამ შეფასებით შევხედავთ, თურქეთს უფრო ესეთი მკაცრი შეფასება ჰქონდა, თუმცა ხელს არავინ არ ანძლევს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რაც ვიცით, ერთადერთი რაც ინფორმაციაც გავიცავდა და რაც დადასტურებული არ არის ის, რომ შესაძლოა რუსეთი და ჩინეთი აწვდიდნენ სადაზვერვო ინფორმაციას ირანელებს. ერთადერთი ეგ არის, ნუ ესეც დაუდასტურებელი ფაქტი. რაც შეეხება აი ამ 2 დღის ქრონოლოგიას, შაბათიდან მესამე დღეა დღეს, შაბათიდან მოყოლებული, პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დღეს მთელი მსოფლიოსთვის და იმ ადამიანებს, ვინც იცის ეს ამბავი, ვინც სვალყურს ადევნებს აი ამ კონფლიქტს, ეგრეთ წოდებულ სამხედრო ოპერაციას, თვალშორს ორივე სამხედრო ოპერაციას ეძახის ამას, ერთი მხარეს და მეორე მხარეც და ომს არც ერთი არ ეძახის ჯერჯერობით. ვინც ამას სვალყურს ადევნებს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასე ვთქვათ, პიარის თვალსაზრისით ეს ომი უკვე მოიგო, ეს კონფლიქტი, ეს სამხედრო ოპერაცია უკვე მოიგო, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე დიდი დარტყმა რაც შეიძლება მიეყენებინათ რეჟიმისთვის ირანში ეს იყო აიათოლა ალი ხამენეის მოკლა, ხო? და ამას მიაღწიეს პირველ 24 საათში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელის კოალიციამ პირველ 24 საათში შეძლო მათი სულიერი ლიდერის და პრინციპში ქვეყნის რეალური მმართველის ლიკვიდაცია და მასთან ერთად პრინციპში განადგურდა მთელი სამხედრო პოლიტიკური ელიტა ქვეყნისა, ანუ ხალხი, რომელიც რეალურად მართავდა სახელმწიფოს, ერთი არაღჭი არის დარჩენილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის და დარჩენილი არის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე. დარჩენილი მე მგონი არც ერთი მინისტრი თუ სამხედრო საბჭოს წევრი თუ სარდალი და უშუალოდ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა არმიის ხელმძღვანელი აღარ არის ცოცხალი, მოხდა მათი განადგურება. შესაბამისად, ამის დადასტურება იყო ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავს გრძნობს როგორც გამარჯვებულად ყოველ შემთხვევაში. ამის დადასტურება იყო ტრამპის გუშინდელი განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ მან მიიღო სიგნალები ირანის მხრიდან, რომ თურმე ირანის დღევანდელ მოქმედ, ვინც დარჩა, ზუსტად ისე თქვა ტრამპმაც, რომ ეხლა ვინც ჩვენთან დიალოგში იყო ჩაბულიო, ძალიან ბევრი მათგანი ცოცხალი აღარ არისო, მაგრამ ვინც არისო, როგორც გავიგეო, ჩემთანო დიალოგი უნდათო. ხო, კონტაქტზე გამოსვლა სულთო და მეო პრინციპშიო მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ამასთან დაკავშირებით და მე მზად ვარო დავსწრო დიალოგის მაგიდასთანო, ხო? მაგრამ როგორც თანგო ახსენა, ირანელებმა დღეს უარყვეს ეს ტრამპის ეს განცხადება, თითქოს ირანელებს მათ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან რაიმე დიალოგის წარმოება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს დროებითი პროცესია. უბრალოდ ირანელებს ალბათ ადრე თუ გვიან მაინც მოუწევთ დიალოგის რეჟიმში დაბრუნება, სხვა შემთხვევაში შეიძლება ბევრად მძიმე აღმოჩნდეს რეჟიმისთვის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც მე აღვიქვამ, რასაც მე ვუყურებ, და პრინციპში რაზეც ციფრები მეტყველებენ, უბრალოდ აი რომ ავიღოთ ციფრები, რაზეც მეტყველებენ, ის ირანი აი ამ დაპირისპირებაში ბევრად სუსტია ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ირანი, ასე ვთქვათ, იოლი გასეირნება იქნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები როცა მოუნდება, მაშინ დაამთავრებს აი ამ კონფლიქტს. მე ვგულისხმობ საბოლოო ჯამში, მე იმას ვამბობ, რომ საბოლოო ჯამში ირანი აი ამ კონფლიქტში დამარცხება უბრალოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შეიძლება იქცეს ძალიან დიდ პრობლემა და რა შეიძლება იყოს ეს პრობლემა? პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ დაუშვათ ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი, აი რასაც თენგომ ხაზი გაუსვა, რომ ამას არ ვეძახე სულ მასშტაბიან ომს, იმიტომ რომ იქ არ მიდის სამხედრო ესე ქვეითი ჯარი არ არის შესული და არ მიდის სამხედრო ქვეითი ოპერაცია ირანის ტერიტორიაზე, ეს აი ზუსტად ის აუცილებლობა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს ან ისრაელს დაუდგათ იმის აუცილებლობა, რომ კონფლიქტის გადასაწყვეტად მათ მოუწიათ დაუშვათ სამხედროების შეყვანა ირანის ტერიტორიაზე, ეს შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან გრძელვადიანი, ხანგრძლივი და სისხლმღვრელი ომის, ასე ვთქვათ, დასაწყისი. აი ეს შეიძლება და აი ამ ომში ჩათვლება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შეიძლება გახდეს პრობლემა და ჩვენ ვიცით, ხო, ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებს შიგნით
რამდენი პრობლემა აქვს, საუბარი არის დაუშვათ ეკონომიკის, ასე ვთქვათ, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაზე, საუბარია საგარეო ვალის ზრდაზე, რომელიც 100% ძალიან დიდი ხანია უკვე, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 100% ძალიან დიდი ხანია გადააჭარბა ამერიკის საგარეო ვალმა და შესაბამისად არის ძალიან ბევრი ფაქტორები, რაზეც შეიძლება ამან უარყოფითად იმოქმედოს. თან პლუს ამას დაუშვათ იგივე უკვე აღნიშნე რომ ორმუზის სრუტე დაკეტილია და ორმუზის სრუტე არის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, მაგისტრალი ნავთობისა, სოფლიო ნავთობის ის რაც იყიდება, რაც ბაზარზე გამოდის, 20-25% დაახლოებით ორმუზის სრუტიდან გამოდის. კი ბატონო, ორმუზის სრუტიდან გამოდის და ეს ირანმა უკვე ჩაკეტა, რამდენიმე ტანკერი ააფეთქა, რომელსაც ნავთობის გატანას ცდილობდა ორმუზის სრუტიდან, მათ შორის ერთი საკუთარი ტანკერი, ოღონდ სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ ცურავი ამან ყისიერად იმოქმედა დაუშვათ ნავთობის ფაზზე და ნავთობის ფასი 20% დაახლოებით გაძვირდა მაშინ როცა იყო დაუშვათ ომის და სპარასკევ საღამოს რამ ომი დაიწყებოდა ღირდა $71, ეხლა ღირს $80-ზე ოდნავ მეტი, ხო? აქედან გამომდინარე ესეც ნავთობის ასე გაძვირებაც შეიძლება აღმოჩნდეს პრობლემა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ ასევე შეიძლება აღმოჩნდეს პრობლემა ჩინეთისთვის, რომელსაც დაუშვათ მთელი თავისი წარმოება აქვს აგებული იაპ ნავთობზე და აი ამ იაპ ენერგომატარებლებზე წვდომაზე. ამიტომ შეიძლება ერთადერთი ვინც ამ ყველაფრით შეიძლება იხეიროს არის ისეთი ქვეყნები, ვინც ნავთობს აწარმოებენ, არაფერი შეხება ორმუზის სრუტესთან არ აქვს, მაგალითად რუსეთი ან კიდე სხვა ქვეყნები, რომელსაც შეუძლიათ აი ამ მე რადგან ამაზე მივიდა კი ბატონო, ხო, უპასუხე, მაგრამ აი ეს ბოლო მონაკვეთი რაც თქვა ახლა ცოტნემ რაც ახსენა რომ ვინ შეიძლება იხეიროს, ანუ გაგებით რომ ვიცის ქულზე დაასხავს ამ შემთხვევაში ფინანსურად და ეკონომიურად ყველაზე მეტად და ყველაზე მძლავრი შემოსავლების გაუჩნდება ეს არის ისე რუსეთი. მაგრამ ამას რატო მოვიყვანე ეს მაგალითი და რატო მინდა ხაზი გავუსვა ამას. დღეს რუსეთის ფედერაციის მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროსი და იგივე პრეზიდენტის პუტინის განცხადებები სულ სხვა არის. და სხვათა შორის არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება არანაირი კონტექსტი არ არის რომ მას რაიმე ამ ქვეყანას რაიმე ნიშნის მოგებით საუბრობდეს ამასთან მოწონდეს ის რაც ხდება და პირიქით აპროტესტებს თუ ვინმე შეიძლებოდა ეს ეკონომიური კუთხით და ვიცით ხო რაც მოხდება დღეს თან სოფლიოში ეს რამდენი დღეს არ უნდა გაგზავნდეს ნეტა მალე მორჩეს უსაზღვროდ კოლოსალური თანხები შეუვა რუსეთს ფინანსურად მოძლიერდება და რაც ყოველთვის ამერიკის შეერთებული შტატების კომპლექსი იყო და შიშები რომ არასოდეს მასზე წინ არ უნდა განვითარდეს. ანუ მეც ეკონომიური სიძლიერე ჩინეთი რომელიც მუდამ მას აქვს კომპლექსად ის რომ ჩინეთი მასზე მეტად ვითარდება და რა თქმა უნდა რუსეთთან მიმართებაშიც ის სწორედ აი ამ კომპლექსებით ხელმძღვანელობს რა თქმა უნდა ვიღაცა იყოდა რომ ამას ეხა რუსეთი გამოიყენოს ამას მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან საკმაოდ ადეკვატური და ობიექტურ შეფასებებზე განცხადებას აკეთებენ, მაგრამ ერთი რამ მინდა გავახსენო, ისევ ისტორიული დეტალი გავიხსენოთ რა. რომ აი მაგალითად რომ ყოფილიყო ინგლისი ეხა დიდი ბრიტანეთის ნებისმიერი კონფლიქტი საუკუნეების უკან დაწყებული ერთადერთი მიზანი იქონდა ფინანსური და შემდეგ უკვე კოლონიალური დაპყრობა ქვეყნების. არაფერი სხვა მიზანი ანგლოსაქსებს და დიდ ბრიტანელებს არ ქონიათ მეტიც აი პირდაპირ სრუტეებს ჭირიდნენ ეგვიპტის და დიდი აღმოჩენებიც მოხდა სხვათა შორის ჯერ გაუშვებდნენ ქვია მართლა დაწყებული ხო მოგზაურებს და კოლუმბი დაწყებული და არ ვიცი მაგრამ შემდეგ ამათ ყველაფერს და გადმოწევდნენ გვერდზე და თავის თავზე იღებდნენ ყველაფერს მაგრამ აი აქაც ხო ჩანს ზნედა ჩვეულება რომ აი ამ შემთხვევაში დღეს თუ ვინმე ამას შეეძლო ვინმე საერთოდ გამოეხენებინა და ეთქვა რომ აი ჩვენ ნახე ფინანსო ისევ დიდი ბრიტანეთია თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ რუსეთთან მიმართებაში ამას ვერ ვიტყვით ყოველ შემთხვევაში განცხადებებში ხო ჯერჯერობით განცხადებებში არ ეთქვა პირიქით არა ისე გამოიყენებს რუსეთი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა რომ გამოიყენებს ფაქტია მაგრამ ეს ხო მას ხო ამისთვის არ უღვაწია მას ხო ეს არ გაუკეთებ რასაც აკეთებდნენ ხო რასაც აკეთებდნენ დიდი ბრიტანელები და ჩვენ ხო კარგად ვიცით არა რომ ინდოეთიდან წამოღებული რა ქვია მარცვლეული იქნებოდა ეს თუ ჩაი თუ ასე შემდეგ და რა ქვია სეპიები ის რა ქვია სანელებლები
მოკონდა და მე ამ ხალხს ევროპაში ყიდნენ თავიანთვე მნაწარმს სამაგფაში და ეხა ნუ ესეც უნდა ითქვას ამიტომ ეს მაგალითი ამიტომ მიდოდა და მომეყვანა გამოიყენებს მე მგონი მე ნუ სხვანაირად ვერც მოხდება იქიდან გამომდინარე რომ ეს საბოლოო ჯამში რო შევხედოთ ეს არის რა თქმა უნდა ირანში რეჟიმის სულილება დასავლური კოალიციის ბევრი მიზეზის გამო არის საჭირო და მისაღები და აუცილებელი მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მაინც არის ანტიჩინური პროექტი. იქიდან გამომდინარე და თუ დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას, ჩინეთს, რომელსაც არ აქვს საკუთარი ბუნებრივი რესურსები, ჰქონდა სამი წყარო, საიდანაც იღებდა ამ რესურსებს. ერთი ეს იყო ვენესუელა, რომელიც ჩაუჭრეს იანვარში, ერთი ეს იყო ირანი, რომელიც ეხლა თებერვალში ჩაუჭრეს და მესამე წყარო, ერთადერთი ალტერნატივა ჩინეთისთვის, რომ მიიღოს ენერგორესურსები, ეს არის რუსეთი, რომლისგანაც სხვათა შორის ყიდულობდა ის და ყიდულობდა ნახევარ ფასზე უფრო იაფად, იმიტომ რომ რუსეთს სხვა გზა არ ჰქონდა, რომ უნდა გაიყიდა იაფად ეს საკუთარი ნავთობი და გაზი, მაგრამ ამის შემდეგ, როდესაც ჩინეთისთვის ექსკლუზიური მიმწოდებელი დარჩება მხოლოდ რუსეთი. რა თქმა უნდა, ნავთობის ფასი ისედაც გაიზრდება, რუსეთის აი ამ საქველმოქმედო ფასებს ალბათ გააძვირებს და მოუწევს ჩინეთს, რომ იყიდოს საკმაოდ ძვირად რუსული ენერგორესურსები, რაც რა თქმა უნდა, რუსეთის ბიუჯეტზე და ფინანსურ შემოსავლებზე მოახდენს კრიტიკულ გავლენას. მე მინდოდა მეპასუხა ცოტნეს გამოთქმული მოსაზრებებიდან რამდენიმესთვის პირველი საერთო ჯამში ალბათ ამ ყველაფერს ერთი პასუხი აქვს, რომ დღეს ომის გაჭიანურება, აი ამ სამხედრო მოქმედებების გაჭიანურება, რა თქმა უნდა, ირანი იღებს აქედან უდიდეს ნგრევას და უკვე 500-ზე მეტი სამიზნეა დაბომბილი და მსხვერპლიც რამდენიმე ასეულს გადაცდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ირანმა თუ შეძლო და რაღაც პერიოდი გაძლო ამ რეჟიმში და არ ჩამოიშალა სახელმწიფო, დროის გაწელვა ეს არ შედის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში. პირველი, იმიტომ რომ საუბრობდა ცოტნე პროირანულ კოალიციაზე, თუ შესაძლებელია, რომ პროირანული კოალიცია შეიქმნას, ჩინეთის და რუსეთის მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ყველაზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ ამისი სრული შესაძლებლობა არსებობს, ოღონდ ესეც არის მიმული დროზე. თუ ეხა დაინახეს ამ ქვეყნებმა, რომ ირანი დგას, უძლებს ამ შეტევებს, მაშინ უკვე მათ გაუჩნდებათ დამატებითი мотиваცია, რომ სულ რო არ კონდეთ ეს დაგეგმილი, ეხა ირანი თუ უწევს წინააღმდეგობას მათ მტერს, რა თქმა უნდა, ისინი შეეცლებიან, რომ ამ ომში გვარი მონაწილეობა ჰქონდეთ ისეთივე ფორმით, რა ფორმითაც მთელ დასავლეთს აქვს უკრაინაში და მიაწოდონ იარაღის ადაზვერვო ინფორმაცია, სხვადასხვა ტექნოლოგიები გაუზიარონ. ეხა ჯარის მომზადება, არ ამგონია ირანს ვინმე ჯარის მომზადება ჭირდებოდეს 40 წელი ამ დღისთვის ემზადება ეს ხალხი და აქედან გამომდინარე ეს თლიანად არის დამოკიდებული იმაზე თუ რა დროს გაძლებს ირანი. მეორე, ასევე ტრამპის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ამერიკის შიდა პრობლემები, რაზეც ასევე გაამახვილა ყურადღება. ცოტნე მე ზოგადად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამერიკა რა თქმა უნდა არის ნომერ პირველი ტექნოლოგიებშიც, ეკონომიკაშიც, სამხედრო შესაძლებლობებშიც, მაგრამ აი ტრამპის ყველა ნაბიჯი გათვლილი არის შედეგზე, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. დაახლოებით ამ პრინციპით მოქმედებს ტრამპი. მას თუ ჩაუვარდა ეს ოპერაცია და აღმოჩნდა, რომ ამერიკა ხანგრძლივ და გრძელვადიან ომში აღმოჩნდა ჩათრეული, მერე უკვე მისი ეს რაღაც ექსტრავაგანტული გამოსვლები უკვე არავის აღარ დააინტერესებს. ტრამპს იმიტომ გაუვიდა მადუროს ამბავი, იმიტომ გაზდიოდა აქ გრენლანდიის ამბავი, კანადის პრემიერის გუბერნატორი, იმიტომ რომ მას ჰქონდა გამარჯვებულის იმიჯი. როგორც კი ეს იმიჯი მას შეეცვლება და ეს მოხდება თუ კი სწრაფად ვერ მოხდა ირანთან კონფლიქტის დასრულება, მერე უკვე ტრამპის შიდა პრობლემები კიდევ უფრო მწვავე ფაზაში გადავა და ეს ტრამპმა ძალიან კარგად იცის. დამარცხებული ტრამპი არავის არ ჭირდება. ტრამპი იმიტომ არის ესეთი მიმზიდველი მთელი დასავლური აი ამ ელიტისთვის, რომ ის არის მუდმივად გამარჯვებული და მას შეუძლია ესე ერთი ღილაკის დაჭერით გადაწყვიტოს პრობლემები და სხვა შორის აქაც რომ პროპაგანდის დიდი ნაწილია ეს ჩანს. ჩვენ ხო გვახსოვს, რომ შარშან ტრამპმა გამოაცხადა, რომ ირანის ბირთვული პოტენციალი გაანადგურა და ის ვერაზროს ვეღარ შეძლებდა თურმე ბირთვული ბომბის შექმნას, მაგრამ წელს იგივე არგუმენტით, რომ ბირთვულ ბომბს ქმნისო უწყებს ომს. და რა გამოდის, ესე იგი შარშან მოგვატყუა მაშინ ამ ადამიანმა, როცა თქვა, რომ აი ესე ერთი დაბომბით გადავჭერი ეს პრობლემაო. რაც შეეხება ირანის დაბრუნებას დიალოგში, იცი რა, არ ამგონია, რომ ირანი ამის წინააღმდეგი ყოფილიყო თავიდანვე. ამას ადასტურებს პროცესი. ირანი დადიოდა ყველა მოლაპარაკებაზე, სერიოზულ კომპრომისებზეც მიდიოდა მათ შორის, მაგრამ ეხლა რა ბოლოს მოითხოვეს ირანისგან, რომ არა მარტო ბირთვულ პოტენციალზეო, ბალისტიკურ რაკეტებზეც უარი უნდა თქვა, ანუ სრული განიარაღება მოთხოვეს ირანს. და ეხლა ირანს კარგად ესმის, რომ თუ კი საკუთარი თავის განიარაღებას მოახდენს, ეს არის მისთვის თავდაცვის საშუალება. იმ დღესვე მოხდება ბევრად უფრო მასშტაბური დარტყმა ირანზე. თუ კი მას აღარ ექნებოდა საშუალება, რომ თავი დაეცვა. ირანი არც დღეს არ არის დარწმუნებული ვარ დიპლომატიურ ურთიერთობებში
თან მწყრალად და დიდი სიამოვნებით დაждდებოდა, უბრალოდ რთულია ალბათ ამ შემთხვევაში ირანის თვალითაც რომ შევხედოთ აზრი დავინახოთ ამ მოლაპარაკებების. ვიჯექი აგერ მოლაპარაკებების მაგიდასთან და პირდაპირ მოლაპარაკებების მაგიდა დაბომბა ფაქტიურად, ხო, ისრაელმა და შტატებმა, ვისაც ელაპარაკებოდა ამოწყვიტა ერთ დღესაც. ეხლა რა აზრი აქვს დღეს დავბრუნდე დიალოგზე, რა გარანტია მაქვს რომ ხვალ იგივეს არ გააკეთებენ? კი არა, დიდი ალბათობით იგივეს გააკეთებენ, ზუსტად ვიცი. ანუ ამ შემთხვევაში დასავლეთს და ისრაელს განსაკუთრებით გამოცხადებული აქვს თავისი მიზანი. მისი მიზანი არ არის ირანთან დიალოგი. მისი მიზანი არ არის ირანთან რაიმე მორიგება. მისი მიზანი არის ირანის რეჟიმის განადგურება და ეხა, როდესაც შენი მოწინააღმდეგე ხო, ანუ ირანს რა გამოსავალი? არანაირი გამოსავალი არა აქვს. ისე ფამინდა, უბრალოდ ირანი დღეს როდესაც კონფლიქტს პასუხობს, დაუშვათ საკუთარ ტერიტორიაზე თავდასხმას პასუხობს. ამას ახერხებს და ახდენს სხვა მეზობელი არაბული ქვეყნების ტერიტორიაზე. ანუ ამერიკის შეერთებული შტატები კი არის ბომბება იქ, ამერიკული ქალაქი კი არის ბომბება, ან ვაშინგტონი, ან ნიუ-იორკი, ან რამე. იბომბება თავისივე მეზობელი სახელმწიფოები, რომელიც ასე თუ გაგრძელდა ხვალდაზე, ხო? ანუ რატო გამორიცხავ იმას, რომ აი ამ არაბულ სახელმწიფოებს, რომლებიც ჯერჯერობით ამ ყველაფერს ჩუმად უყურებენ და ითმენენ ხვალდაზე, მადა შეიძლება გაიხსნათ ირანული მიწებზე და ნავთობზე, რომელიც ირანში არის, ხო? თან მით უმეტეს ის კი ბომბავს ამერიკულ ბაზებს, მაგრამ მშვიდობიან მოქალაქე იქ და იღუპებიან როგორ არა საშინელებაა. აი, კარგად გამახსენე. დაამთავროს. მე და მე ცოტნეს მისცემ, აი, ზუსტად კარგად გაიხსენე შენ არაბული ქვეყნების როლი ირანის წინააღმდეგ ომში. მე მახსენდება, რომ აი, რატო ზუსტი პარალელი არის 80-იან წლებში, უბრალოდ 1980 წელს დაიწყო ირანის წინააღმდეგ ომი, მაშინ ერაყმა გააკეთა ეს, რომელსაც შეუერთდა მთელი არაბული ლიგა. მთელი არაბეთი ებრძოდა ირანს და თან მაშინ ირანი ბევრად ჩამორჩენილი იყო, მათ შორის ტექნოლოგიურად, იყო განცდა, რომ აი რამდენიმე კვირაში ერაყი შეძლებდა მთელი ირანის რეჟიმის განადგურებას. თან ეს ხდება 1980 წელს და ხას რატო უსვამ? ერთი წელი არის ჯერ მხოლოდ გასული 79 წლის რევოლუციიდან, ანუ პოსტრევოლუციური ირანს დაუწყეს ომი. ჰუსეინმა გააკეთა, რომელიც მერე ისევ ამერიკის შეერთებული შტატებში ამერიკისგან მხარდაჭერილი, მაგრამ აი ჩვენი აკაცუკების გასაგონად მაშინ მოუმზადებელმა ირანმა შეძლო და 8 წელი გაგრძელდა ის ომი და საბოლოო ჯამში ნუ გასაგებია ვიღაცები უჭერდნენ ეხა მხარს და დღესაც მაქვს ამისი მოლოდინი რომ თუკი გაჭიანურდა ომით ხო მხარდამჭერები გამოჩნდებიან მაგრამ აი ირანმა რომელსაც არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა არც ბალისტიკური რაკეტები ჰქონდა მაშინ არაფერი არ ჰქონდა 8 წელი ომმა მთელ არაბულ სამყაროს დასავლეთისგან მხარდაჭერი არაბულ სამყაროს და საბოლოო ჯამში დასრულდა ეს ომი ისე რომ ერთი გოჯი მიწა არ დაუკარგა. კი ბატონო ცოტა დაამთავრა რაღაც თქმა გინდოდა. ერთი რაც მნიშვნელოვანია რუსეთში მე ბევრად სკეპტიკურად უყურებ ამ საკითხს ვიდრე თენგო, იმიტომ რომ ჯერ პირველი ერთი კითხვა რაც კითხვა შეიძლება დავსვათ, როდესაც აიათოლა ალი ხამენეი საკუთარ რეზიდენციაში სარაკეტო დაბომბვის შედეგად მოკლეს, ხო? სად იყო რუსული და ჩინური სადაზვერვო ინფორმაციები, რატო არ მოხდა და მოხერხდა ირანის გაფრთხილება, ეხლა როგორ დავიჯერო რომ რუსეთი მაინც როგორც მინიმუმ საქმის კურსში არ იყო. თელმა დასავლურმა სამყარომ წინა დღეებში ბაზე საკუთარი საელჩოები გაიყვანა, ანუ ეგ ეხლა ჩვენ რომ ამ სტუდიაში ვლაპარაკობდით, ირანს არ ქონდა ეგ ინფორმაცია, წარმოუდგენელია. ინფორმაცია რა თქმა უნდა არსებობდა. არა, ესმის, მაგრამ ჩვენზე ბევრად მაღალი ინფორმაცია იქნებოდა, მე ვგულისხმობ იმას, თუ რა ქონდა მიზნად ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ქონდა მიზნად დავუშვათ ხამენეის განადგურება. ხო, აი ამ ინფორმაციას წოდება რატო ვერ მოხერხდა. ერთი ეს კითხვა ისმის, თუ სადაზვერვო ინფორმაციაზე ხარდაჭერაზე არის საუბარი. მეორე, აი რაც ჩვენ ახლა განვიხილეთ, მათ შორის აი რუსეთის ინტერესები, როდესაც განვიხილეთ და ვთქვით, რომ დავუშვათ თუ მოხერხდა ის რომ ჩინეთი დარჩა ნავთობის სხვა მიმწოდებლების გარეშე და ერთადერთი მიმწოდებელი ექსკლუზიური დარჩა მისთვის რუსეთი. თუ მოხერხდა ის რომ დავუშვათ იქ ომი გაგრძელდა რაღაცა პერიოდის განმავლობაში, ირანი ცუსტდება და მე რა ვიცი ხა ამაზე არც ღირს მე მგონი კამათი რომ რაც რო გავაკეთე უფრო დასუსტება ირანი დასუსტებული ირანი ეს არ არის მხოლოდ და უყურეთ რა არის აქ მნიშვნელოვანი დასუსტებული ირანი რომელშიც რეჟიმი შენარჩუნდება მე იმ ნაწილში შენ მოყვები რომ ალბათ არც რუსეთი და არც ჩინეთი იმდენს იზამენ რომ შეეცდებიან რომ იქ რეჟიმის შეცვლა არ მოხდეს უბრალოდ დასუსტებული ირანი მათ შორის რუსეთისთვისაც იქნება ისეთი ასე ვთქვათ მოწყვლადი რომ მისი ინტერესების გატარება იქ უფრო მარტივად შეძლოს ხო და მე რაც თავარია რაც ჩვენ თქვით რომ ბავშვად ჰორმუზის სრუტე თუ დიდი ხნით გადაიკეტება და ნავთობის ფასი აიწევს მთელ მსოფლიოში და ბავშვად იგივე ევროპელებისთვის იგივე აზიის მთელი რიგის განვითარებული ეკონომიკისთვის რომელსაც სასწრაფო მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ახლო აღმოსავლეთიდან მოწოდებულ ნავთობს და მხოლოდ ირანი არ იგულისხმება აქ იგულისხმება მაგალითად იგივე საუდის არაბეთის ქვეყნები არაბული ქვეყნები რომლის დაბომბვას დაიწყო დღეს ირანმა და საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმოპოვებელი კომპანიის
ქარხანა, ნავთობის ქარხანა ომანში ასევე ეს ახალი ინფორმაცია, ომანში დაარტყა ტანკერებს. კი ბატონო, ანუ აქ მიდის საბოტაჟი და უშუალოდ ნავთობის მიწოდებაზე მსოფლიოსთან მიმართებაში. ეს ესე შორიდან რო ცოტა სიღრმისეულად რო შევხედოთ, საერთოდ არ არის რუსული ინტერესების საწინააღმდეგო მოვლენების განვითარება. აქედან გამომდინარე, რთულია ამ ყველაფრიდან ის სწორი, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად ობიექტური დასვლა გამოვიტანოთ, იმიტომ რომ რა აღმოჩნდება გადამწყვეტი მნიშვნელობის რუსეთისთვის, თან ჩვენ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის, რაზეც ყოველთვის, როდესაც ამაზე ვთქვა, ერთი რაც გავიხსენოთ რუსების თხოვნა შეთავაზება ირანელებს კიდევ ერთხელ ბევრჯერ ვთქვი ამ ეთერში რომ როდესაც ირანელებს შესთავაზეს რუსეთმა რომ ჩვენ ვიქნებით თქვენი უსაფრთხოების გარანტი აქ ჩაიდგმება რუსული ბირთვული ხოლგა და დაწნარდებიან ყველა დაწნაშენი უსაფრთხოებაც იქნება გარანტირებული ხო რაც უფრო დასუსტდება ირანი მით უფრო ადვილად შეძლებს რუსეთი აი ამ ასე ვთქვათ წინადადებაზე მის წამოყოლას ხო ეს შეიძლება ერთი კიდევ მნიშვნელოვანი აი როდესაც ტრამპი როდესაც მოქმედებს ან პუტინი როდესაც მოქმედებს მათ შორის მადუროს მოპარვა ასე ვთქვათ ვენესუელიდან გავიხსენოთ ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა, რასაც ყოველთვის უსვამენ ორივე ლიდერი უსვამს ხას, რომ ჩვენ მოქმედებთ ანკორიჯის შეთანხმების ფარგლებში. ნებისმიერი ჩვენი მოქმედება არ ცილდება ანკორიჯში, ალიასკაზე, ტრამპისა და პუტინის მიერ განხილულ საკითხებს, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა მე მგონია რომ ეს ზუსტი ინფორმაცია ამის არ აქვს, მაგრამ როდესაც ვაკეთებთ ანალიზს და ვხედავთ იმ მოვლენებს, რაც ხდება მთელ მსოფლიო პოლიტიკაში, ერთ რაღაცაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ დიდი ალბათობით რის რა პროცესებიც ახლა მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში, რაც გულისხმობს მსოფლიოს ახალ გადანაწილებებს, ახალ და ძველ რეგიონალური მოთამაშეების დასუსტებას და ახალი მოთამაშეების წინ წამოწევას, ეს პროცესი გარკვეულწილად, არა მთლიანად და არა ყველაფერი, მაგრამ გარკვეულწილად ამ ორ დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეს შორის, როგორც არის იმ 5 საათიან შეხვედრას რუსეთი დიდ ნაწილზე აი ამ ყველაფერს შეთანხმებულები კი ბატონო აი ეს ნაწილი რომ ეხა ის კი არ იყო შეთანხმებული მადუროს მოიპარავდა შეხმარა იყო იქ არა გასაგებია იქნება ჩემი ეხა მე გავაკეთებ ამას თუმცა რაღაც დეტალებზე აქ ერთი მე მინდოდა სხვა შორის და ეს თემა რომ ამით დავამთავროთ და საქართველოსზე რომ გადმოვიდეთ სხვა შორის ჩვენ აი ეს ნაწილი რომ უფრო ლოგიკურად და უფრო მეტად დამაჯერებელი რო გახდეს მაყურებლისთვისაც ხო დღეს ჩვენ სმენას და მაყურებელს ყველას აქვს დღეს ინფორმაცია და კიდევ ერთხელ ვახსენებ სოციალურ გვერდებს და Facebook-ს და ანუ ნებისმიერ შეუძლია თუმცა ჩვენ რაციონალურ შეფასებას როცა ვაკეთებთ რაც ახსენა ახლა ცოტნემ ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია 5 საათიან შეხვედრაზე სადაც იმყოფებოდნენ ალესკაზე ტრამპი და პუტინი მეც არ ვიცი აი ცოტა ძნელად დავიჯერებ რომ რაღაცა წინ სწრებით თან მით უმეტეს ეს კონფლიქტები უკვე მაშინ იყო დაწყებული ხო და მით უმეტეს სოფლიო გადანაწილებაზე როცა არის საუბარი და იქ აუცილებლად იქნებოდა ძალების რაღაცა პარიტეტის დაცვაზეც და ყველაფერზე ბუნებრივია რომ რაღაცა წინ სწრებით რაღაც საუბრები ექნებოდათ გამორიცხული არ ქონოდათ საუბარი ირანის საკითხზე გამორიცხული არ ქონოდათ საუბარი თქვათ ისრაელთან დაკავშირებით გამორიცხულია ნუ ხო ქონდათ რუსეთ უკრაინის ყოფთან დაკავშირებით გამორიცხული არ ყოფილიყო საუბარი მადუროსთან დაკავშირებით ვენესუელაზე და კიდე ყველაზე მთავარი ეხა იმ ორი ადამიანს კიდე ერთხელ ხაზს უსვამთ ტრამპს რომელსაც მუდმივი კომპლექსი აქვს ჩინეთის მეტად წინ წასულით ეკონომიურით და ამის ყველაზე მაგარ ხელშემწყობად და ბუნებრივ პარტნიორათაც და რაღაცა თითქოს ერთ სინქრონში მონაწილედ ხედავს რუსეთს, იმიტომ რომ რაც ტრამპმა ევროპელებს უქნა, ყოველთვის ნათელია, ევროპა 450 მილიონიანი მოქალაქეებით იყო საკმაოდ მისი კონკურენტია, რა თქმა უნდა, ფინანსური კუთხით, ეკონომიური კუთხითაც შესაბამისად ჩინეთი და შემდეგ იყო რუსეთი, ხო? რაც ევროპას ჭირს. ეს თავად კარგად იციან ევროპელებმა. ტრამპის განცხადებები ევროპასთან დაკავშირებით მით უმეტეს იმ შეხვედრის მერე ყველამ კარგად იცის და ჩვენ გვესმის. შესაბამისად ჩვენ ვხედავთ თუ როგორი ფრთხილია ის მაინც ჩინელებთან მიმართებაში, იმიტომ რომ თავიდან და ისეთი ხისტი განცხადებები ქონა ჩინელებთან, მაგრამ უმალ სულიდა ამ პოზიციას, იმიტომ რომ იქვე რუსების ფაქტორი ახსენდებოდა, მაგრამ ირანელებთან დაკავშირებით ის რაღაცა ამას არ ცულიდა. რატო ვამბობ ახლა ამას? ჩვენს წერენ სხვათა შორის და ეხლაც გვწერენ ჩვენ არაერთ სოციალურ ქსელში და ასევე პირადადაც ვიცით, ხო, ჩვენი მეგობრები, კოლეგები, ადამიანები ცხოვრობენ ამერიკაში, რომ ეკონომიკური პრობლემები არსებობს. აი ყველაზე ისეთ ვიხოთ რა ანუ რიგით ერთი მოქალაქის ჯიბეს რო შევხედოთ ამერიკას ამას ტრამპიც აღიარებდა თავისი მოსulis დღიდან რომ ეს დიდი პრობლემებია და
როცა მე ვამბობ და რატომ მოვიყვანეს მაგათ რატო დავსვი კითხვა იგივე ცოტნეს დავსვი კითხვა და იგივე შენს დაგისვი კითხვა რომ იქნებდა პირიქით სწორედ ის ფაქტორი რაც ახლა ირანთან დაკავშირებით მოხდა რაც იმ სრუტესთან დაკავშირებით მოხდა უფრო მეტად კითხვა ხო შეიძლება გაჩნდეს რომ და ტრამპმა ეს არის ის ბუნებრივია რომ ანდა ნებისმიერმა სხვა ევროპელმა ლიდერმა არის ის რომ თუ ჩვენ საუბრობთ რომ ტრამპის სურვილია რომ ეს ორი ქვეყანა მისი კონკურენტები ეკონომიურად არ იყვნენ ახლოს ერთმანეთთან აი ამ კონფლიქტით თუნდაც აი ამ ერთი სრუტის გამოჩენით ხო შეიძლება უფრო მეტი კოალიციურად უფრო მეტად დაახლოვდნენ ისინი ერთმანეთთან და რატო გამორიცხავთ მაგალითად რომ ამ შემთხვევაში ჩინელებთან მიმართებაში შეიძლება თქვი რომ მას გაეზდება ნავთობის ფასი. რატო გამორიცხავთ ამ შემთხვევაში ჩინელებთან მიმართებაში რუსებმა სხვა ტარიფები დააწესოს? გეტყვი რატო გამორიცხავ? რატო გამორიცხავ ამას? მით უმეტეს დღეს უკვე თვითონ ტრამპის მხრიდან ისეთ განცხადებებს, მე ამ განცხადებების შესრულებებს უკან წაღებულ სიტყვებს ხედავ და აგერ მადურო მოიპარა მე eBay-ზე დადო გასაყიდად. ხო რატო გამორიცხავ რომ ეხა უფრო სერიოზული მოთამაშეები, ხო? მე არ ვამბობ რომ ეხა ტრამპი არასერიოზული კაცია, მაგრამ უფრო სერიოზული განცხადებების მქონე, ისტორიის მქონე პოლიტიკოსები, გეოპოლიტიკოსები, როგორც თქვა პუტინია და სი ძინპინია, ცოტა სხვანაირად დაელაპარაკონ ერთმანეთს. დღეს ხო ჩვენ ვლაპარაკობთ რაზე? თუ ეს მხოლოდ ეკონომიური შემოსავალი არ არის. ბრიტანელებისთვის ხო მხოლოდ ეკონომიური შემოსავალია, მისი კეთილდღეობა ხო ამაზე გადის და მთელი მსოფლიო დაიპყრო. რატო გამორიცხავთ რომ ტრამპსა, პუტინსა და სი ძინპინს შორის აი ამ ნაწილმა რომ რუსეთი დღეს უფრო მეტად მიმზიდველი გახდება. ჩინელებისთვის არ იყოს ისეთი ძვირი ტარიფი, მისთვის როგორც შეიძლება სხვა სხვებისთვის იყოს. ნუ გამორიცხავ ეხა რანაირად შეიძლება. არა, მესმის, მაგრამ რატო გონია რომ ეს არ მოხდება? რატომ გონია და რეალურად ჩინურ-რუსული კოალიცია რო გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არ არის სიცოცხლის უნარიანი კოალიცია, ეს ძალიან კარგად იციან ჩინეთმაც, რუსეთმაც და ტრამპმაც რატო? იმიტომ რომ განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჩინეთის და რუსეთის ორივე მდებარეობს ერთი და იგივე კონტინენტზე და ისინი არიან ამ კონტინენტზე ერთმანეთის კონკურენტები. შეიძლება მაგრამ არასოდეს არ ქონიათ კონფლიქტი და მით უმეტეს ასეთი. ჩინეთს ეგრე ისტორიულად 5000 წელი არსებობს და არავისთან არ არა, ეს სხვა თემა. ჩინ არა, მაგრამ სხვა თემა. არა, გითხრა რატო? რა შეეხება ჩინურ-რუსულ? სტალინი მაინც ძალიან ჭკვიანი კაცი იყო და ჩინურ-რუსულ სუტყვილად რა შეეხება ჩინურ-რუსულ? მაოსთან არ დაიწყებდნენ. ჩინეთის და რუსეთის ალიანსი ეს ტრამპისთვის არ არის შესაძლო საფრთხე. ეს არის შექმნილი რეალობა. ან ბაიდენს იმიტომ ადანაშაულებს ის და იმიტომ არის რომ აი ბაიდენის ლანძღვაშია დღე და ღამე რომ ბაიდენის პოლიტიკამ უზრუნველყო, უკვე უზრუნველყო რომ ჩინეთი და რუსეთი ერთად დადგნენ, მაგრამ მე მინდა გაგახსენოთ ეს როგორ მოხდა. ეს ჩინეთის მხრიდან რაღაც რუსეთის მიმართ გაწვდილი მეგობრული ხელი კი არ იყო. რუსეთი როგორც კი დარჩა ნავთობის ბაზრის გარეშე, ანუ ევროპამ და დასავლეთმა მის ნავთობზე თქვეს უარი, ჩინეთმა მეგობრული ხელი კი არ გაუწოდა რუსეთს. რუსეთი დააყენა ასე ვთქვათ ულტიმატუმის წინ რომ ან მეოთხედ ფაში მომცე მაგ ნავთობს, ან მეც არ ვიყიდი და დარჩები საერთოდ ნავთობის ბაზრის გარეშე და რუსეთს უწევდა მთელი ეს პერიოდი რომ მართლა მეოთხედ ფაში მიეცა ჩინეთისთვის ნავთობი და ეს იყო ჩინური ულტიმატუმის შედეგი. ანუ ეს არ იყო პარტნიორობა მთლად, ხო, ეკონომიკური თვალსაზრისით. დღეს თუ კი ჩინეთს რუსეთს გაუჩნდება იმისი შანსი და შესაძლებლობა რომ ჩინეთი ასე უფასოდ კი არ გაამდიდროს და გააძლიეროს, არამედ ამაში თვითონ ნახოს სარფიანი მოგება, რომელიც მას ასევე ძალიან ჭირდება უკრაინის ფრონტისთვის. გამორიცხავ აქ რომ ეხა ჩინელებო მოდი თქვენ კაი ხალხი ხარ და იაფად მოგცემთ ისევ ნავთობს იმის მიუხედავად რომ თქვენ სხვა გზა არ გაქვთ რომ 200%-იც რო დავადო მაგას ფასი მაინც იძულებული იქნებ ჩემგან იყიდოთ. არ მგონია რომ რუსეთმა ამ ლოგიკით იმუშაოს და არც იქნება სწორი. ალბათ კარგი, აი ერთი რამ მაინტერესებს. საქართველოსთან მიმართებაში. ხო, აი საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი თუნდაც იგივე ჩვენ ან როგორ ელექტროენერგია ჩვენი თქვათ, ნავთობი და ასე შემდეგ. არა, საქართველოსთან მიმართებაში ჩვენ კი ბატონო, მაგრამ ინტერესი რა არის რუსის? ამ შემთხვევაში რუსების. რატო ბიზნეს მე როგორ რაღაც ეს ბიზნეს პარტნიორულ შემთხვევაში არ უყურე თან ერთი რამე, შენ ერთი რამე გავიწყდება და ეს არის ისტორია. ჩინელებს როგორ გითხრა და ეს კარგად იცი შენს. ჩინელები არ არიან გულმავიწყიერი და არც უმადურები არ არიან როიც. ნამდვილად. ჩინელებს ძალიან კარგად ახსოვდა ემახსოვრებათ საუკუნეების განმავლობაში და სხვათა შორის ისტორიასაც ეხლაც ისე ასწავლიან და ისე ისწავლება რომ არც ბრიტანელების დაავიწყდებათ ოპიუმის ომები და მით უმეტეს არც რუსების და განსაკუთრებით სტალინის დაავიწყდება ეს რაც იყო. ეს ერთი.
მით უმეტეს ჩინელები არაძოს არ არიან, სადმე ჩვენ გვინახავს მაგალითი შენ თუ თქვი რომ ჩინელი ვინმეს თავს დაესხა სანასი შედეგი. რაც ეხება, ნუ ეს სხვა თემაა. იაპონელებისგან განსხვავებით, მაგრამ გარდა ამისა, როდესაც ჩვენ თუ ლაპარაკობთ გეოპოლიტიკა რა არის, ხო? ეკონომიკის გარეშე გამორიცხულია. ჩვენ თუ ლაპარაკობთ აი ამ დიდი ომების ფონზე, რომ ისევ მოუწევთ ერთმანეთთან დაждომა, კარგი, თქვა ისევ რაღაცა დოდით პარტნიორებს და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. რატო გამორიცხოთ, რომ თუნდაც ეკონომიური კუთხით, ბიზნეს პარტნიორობა, აი სუფთა ბიზნესის კუთხით, ტრამპი ხო ბიზნესმენი და ხო ამას თავად ამბობს ამას და ბევრი რამ მოუწონეს, სხვათა შორის როგორც ბიზნეს ისე უდგება პოლიტიკასაც. რატო გამორიცხავთ მაგალითად რომ რუსეთ ჩინეთს შორის უფრო მეტად მჭიდრო გახდეს, უფრო მეტად პოზიტიური გახდეს. მე მესმის შეიძლება. მეტი რა სახის ალიანსი? გავიხსენოთ? ძელვადიანი სტრატეგიული ალიანსი ჩაგეჭრებით. ძელვადიანი არ არის, რაც დაიწყეს? იგივე თქვა შოს, რა ქვია იმას, კიმ კავშირს. არ არის გზელვადიანი? იცით რა არის? გაზას კავშირი არ იყო გზელვადიანი შუა საუკუნეებში? არ იყო? კონფლიქტი არ იყო მთელ მსოფლიოში? როდესაც შეიქმნა გაზას კავშირი, მაშინ წარმოდგენა არ ჰქონდათ კაცობრიობას გრამნე. წარმოდგენა იმაზე ხო ქონათ რომ კონფლიქტები იყო და ერთმანეთს თავს ესხმოდნენ. მნიშვნელოვანია, ყურეთ ბოდიში გეჭრებით ახლა თქვენ საუბარს. არა, მე უბრალოდ კითხავს ვარ, შეიძლება სტარია ეს. ჩემ მოსაზრება. ყურეთ ის ერთმა მინდა რომ აი რასაც შენ ამბობ მე რა ეგ არის დღევანდელ მოცემულობაში თუ ყველაფერი ესე დარჩა, ეგ არის გარდაუვალი პროცესი. ეხლა ტრამპის ეს ცდილობები და ტრამპს აქვს ცდილობები ამ ნაწილს თქვენ გვეთანხმები რომ რაღაცნაირად მოახერხოს რუსულ-ჩინური ალიანსი დაშლა და ეხლა იმას არ გულისხმობ არა რა თქმა უნდა და ეხლა მან უნდა დიპლომატიასები ვერც და კარგადაც იცის ხო საერთოები გაუქმონ ერთმანეთს ამაზე არ არის საუბარი აქ არის საუბარი სტრატეგიულ კავშირზე რაც ერთმანეთთან აქვთ მაგრამ უყურეთ რა არის აქ მნიშვნელოვანი რომ აი თუნდაც მოხერხდეს ის რომ დავუშვათ იქ ირანის ასე ვთქვათ, პრობლემა გადაწყდეს როგორც ტრამპს უნდა ისე ვენესუელა უკვე ვენესუელას არ აქვს ბოლომდე მოგვარებული, იმიტომ რომ კი პრობლემები აქვს, იმიტომ რომ იქ რეჟიმის შეცვლა იქაც ვერ შეძლო. ერთადერთი რაც გამოუვიდა ის არის რომ მადურო ყავს სარჩენი იქ მოუწია ჯასმა და კვებოს უნდა ის და ესეც ხარჯებში გავუდის. მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი, უყურეთ რომ მოხდეს რუსეთსა და ჩინეთის ერთმანეთისგან დაშორება და დავუშვათ შეიძლება ჩინელებმა არ დაივიწყონ დავუშვათ ის წარსული და ის დამსახურებები რაც აქვს მათ შორის საბჭოთა და სტალინს და ასე შემდეგ და ზოგადად საბჭოთა ხალხს მაწინაშე იმიტომ რომ რომის წვლილი ითამაშეს იაპონელების განდევნაში იქიდან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნაში იმ სახით რა სახითაც დღეს არსებობს მაგრამ ნუ რუსებმა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება ის ყველაფერი დაივიწყონ ხო მაგრამ რა არის აქ მნიშვნელოვანი იმისთვის რომ ჩინეთისგან მოხდეს რუსეთის ჩამოშორება მაშინ რუსეთს უნდა გაუჩნდეს ალტერნატივა რა ამ ალტერნატივაში. ჩვენ ვხედავთ ევრობიუროკრატიას და ევროკავშირს, რომელიც მანამდე, როგორც ვიცით, რომ სანამ ომი დაიწყებოდა, მასში უკრაინაში, თავარი პარტნიორი, სავაჭრო პარტნიორი, მათ შორის როგორც ნავთობის, გაზის, ენერგორესურსების თუ სხვა წიაღისეულების და წიაღისეული რესურსების ესე ვთქვათ, თავარი ბაზარი და თავარი პარტნიორია რუსეთისთვის ეს იყო ევროკავშირი. და ევროპული ქვეყანა და დღეს დაუშვათ ხო ხედავთ რომ ტრამპის ცდილობა დაუშვათ იგივე რაც მერაბმა თქვა როგორ ეალპარაკება ის ევროპელ ლიდერებს როგორ არაფრად არ თulis მათ მაგრამ ტრამპი ვერ ახერხებს იმას რომ დაუშვათ ევროპული ბიუროკრატია და ამიტომ ყოველდღე ამიტომ ანძღავს მათ რომ ვერ ახერხებს მის ყუაზე გადმოყვანას და თუ ვერ მოხერხდა რუსეთის ინტეგრირება ხელახალი ინტეგრირება აი ამ ევროპულ სივრცეში ასე ვთქვათ თუ ვერ მოითოკა და ვერ მოხერხდა მოთოკვა ევრობიუროკრატიისა რომელიც დღეს მაინც არ ვიცი ჯერჯერობით ჩვენ ხედავთ რომ უძალიანდება ტრამპს ის ვერ ახერხებს დაუშვათ საკუთარი პოზიციების გატანას ბოლომდე და ევრობიუროკრატია კი არა ეხლა ტრამპს რო სერიოზული პრობლემებია რა შეგვიძლია გავიხსენოთ რომ ეხლა ტარიფები რაც დააწესა მთელ სოფლიოს რო დაუწესა ლამის ესე რომელი ქვეყანას გავხსნა და ყველას რო ტარიფი დაუწესა ამერიკის ფედერალურმა მოსამართლებმა ქვეყნის შიგნით ადგა და გააუქმა იმიტომ რომ თქვა რომ არაკონსტიტუციური არისო და ეხლა ხელახლა მოუწია კიდევ ახალი ტარიფების დაწესება რომელიც ხვალ შეიძლება ისევ გააუქმონ აქ არ არის საუბარი ევროკავშირზე და ევროპაზე არამედ თავის ქვეყნის შიგნითაც ალბათ ეს იმის გამო რომ მას აქვს რაღაცა მოდელი დემოკრატიული მართლობისა და იქ ძალაუფლება და მეტაკლება დანაწილებულია შეიძლება ეს არის ამ შემთხვევაში ტრამპისთვის ხელის შემშლელი და პრობლემა მაგრამ ფაქტია რომ პრობლემა არის და ფაქტია ისიც რომ ტრამპი
თავის ასე გაცხადებულ მიზნებს, რომელიც მას დაპირებებად ჰქონდა არჩევნებში გამარჯვებამდე, ხო? მათ შორის პირველი დაპირება რაც ყველაზე გვაქვს 100 დღეში უკრაინის ომი უნდა დამთავრებული იყო. 100 დღე კი არა, მეორე წელია რაც ტრამპი პრეზიდენტი არის და უკრაინაში ომი გრძელდება, ხო? აქედან გამომდინარე ის ვერ ახერხებს საკუთარი აი ამ სურვილების, პოზიციების სრულად რეალიზებას. აქ ზუსტად ამიტომ მოუწია მადუროს მოპარვა და ზუსტად ამიტომ უწევს ირანში ის რაც უწევს, ხო? ამიტომ ვერაფერს ვერ გამოურიცხავთ, მაგრამ ერთადერთი მთავარი რაც არის, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რაც უნდა მოახერხოს ტრამპმა იმისთვის რომ დაშალოს ჩინეთ-რუსეთის ალიანსი. ჩემი გადმოსახედიდან არის ის, რომ მან მოახერხოს ევროპა და დასავლური სამყარო აიძულოს იმაში, რომ მოხდეს რუსეთის ხელახალი ინტეგრაცია. რუსებსა და გერმანელებს შორის, რუსებსა და ბრიტანელებს შორის, რუსებსა და ფრანგებს შორის ის გაფუჭებული ურთიერთობები, რაც არსებობს, ის სანქციები, რომლებიც რუსულ ნავთობს, რუსულ გაზს, რუსულ წიაღისეულებს, რუსულ ოქროს ადევს ევროპაში, ეს სანქციები უნდა მოიხსნას პირველ რიგში. ხო, ამის მცდელობა, კი ბატონო. მაგრამ არ გამოვიდა ტრამპის მხრიდან. ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც კი ეს მოხერხდება, დაუშვათ, ხო? მე შეიძლება იყოს საუბარი იმაზე, რომ შეიძლება რუსულ-ჩინური ალიანსი მართლა შესუსტდეს და რუსეთი ამას ალბათ აუცილებლად გამოიყენებს ჩინეთზე ზეწოლის. კონკურენტად მაინც აღიქვას. კი ბატონო და სწორედ ესეც შეიძლება ის საკითხები, რაც სანქციების მოხსნან დაკავშირებით, სწორედ იმ ალიასკის შეხვედრაზე დარწმუნებული ვარ იქნება. იქნებოდა, უბრალოდ ვერ ახერხებს რეალიზებას. ხო, არა, ბუნებრივია, იქნებოდა და ვერ იქნებოდა, მოდი. ის ერთი კითხვა საინტერესოა და გადავიდეთ უკვე იმაზე. ისე უცებ გამიჩნდა ხა ესეთი კითხვა და ადრესს არ მახსოვს, სად ვიყავით ჩვენ საუბრობთ ამაზე, რომ მადუროს შემთხვევაში მადურო რო ვერ მოეპარა ესე მარტივად. იგივეს გააკეთებდა? შევიდოდა თუ ანუ არა, მადურო მოიპარა უმკილელად. ხო, დაიწყებდა თუ არა სამხედრო ოპერაციას. რა თქმა უნდა, მე მგონია რომ ალბათ მოყოლოდა. მაგრამ მაინც მისი კონტინენტია ის. მაინც ამერიკელებისთვის ხო იცი მნიშვნელოვანია რომ რა თქმა უნდა, სხვაგან იყოს კონფლიქტი. არა, ზოგადად ხო, მაგრამ ნუ ამერიკელებს ახლა რო ნახოთ ახლა ჩვენ ჩვენ არაფერს არ ვსაუბრობთ ახლა ამ შემთხვევაში კრიტიკულად. ფაქტია, ისტორიის მანძილზე 280 თუ 300 წლამდე სახელმწიფოს 280 წლის ხო, სახელმწიფოა მის ისტორიის მანძილზე სულ გარეთ აქვს ყველა კონფლიქტი, სულ სხვაგან აქვს ყველა კონფლიქტი. საგარეო უწყებაში იყო ამ საკითხზე ზუსტად ბრიფინგი და სწორად აქვთ დათვლილი, რომ მხოლოდ 16 წელი იყო მშვიდობა ამერიკის მხრივ. და ყველაზე საინტერესო ერთი პოსტულატი მომწონს ამასთან დაკავშირებით, რომ რატო არ ხდება ამერიკაში შიდა გადატრიალებები, იმიტომ რომ იქ არ არსებობს ამერიკის საელჩო. კი ბატონო, გადავიდეთ შემდეგ. ნამდვილად ასე არის, ასე რომ ნახოთ რა იქნება ამ ჩვენ ცოტა დრო გრჩება და უნდა დავამთავროთ. დაკავშირებით მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს არის ალბათ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახელმწიფო და მისი კულტურა არის უძველესი. აი წარმოიდგინეთ, რომ ჩინეთის ისტორია იწყება დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც აქეთ შუმერების ისტორია იწყება, ანუ ასეთი ძველია და ამის შემდეგ ჩვენს მხარეს რამდენმა ცივილიზაციამ გაიარა, რამდენი ცივილიზაცია შუმერების არ ვინ იყვნენ წესიერად არც ვიცით და ამის მერე რამდენი ცივილიზაცია შეიქმნა, დაიკარგა, განადგურდა და ჩინეთში ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი შეცვლილо კულტურულად, ის უწყვეტად ვითარდებოდა 5000 წელი, ამიტომ იგივე ცივილიზაცია, რაც იგივე ცივილიზაცია და მაგალითად აი ხა დღევანდელ ჩინელ ადამიანს შეუძლია რაღაც 2000 წლის წინანდელი ჩინური იეროგლიფები წაიკითხოს ორიგინალში და ანუ დამწერლობა იგივე აქვს და ეს იმიტომ არის რომ ჩინელები ამ ისტორიულ პროცესებს ცოტა უფრო სხვანაირად აფასებენ, უყურებენ და შე რო ამბობდი რომ არ დაივიწყებენ ისინი არც ოპიუმის ომებს და არც სტალინს და ოპიუმის ომებს კი არა, მანამდე კიდე რაც ხდებოდა არაფერი არ აქვს იმ ხალხს დავიწყებული და მათთვის ეს ისტორიული მეხსიერება არის გარანტია სამომავლოდ სწორი ორიენტირების. ამიტომ ყველაზე მეც სწავლობენ და ყველაზე მეც შრომობენ ზუსტად ძალიან ბევრი რამე რაც ვიცით და ვიყენებთ დააწყებული აი ბეჭდის მანქანიდან კომპასით და ყველაფერი ჩინელების მოგონილია, ამიტომ ჩინეთს ამ ხრივ ალბათ ქაღალდიც მათი იყო, უბრალოდ მე მუსულმანმა მოპარეს. გადატანის დროს. რა შეეხება საქართველოს და ჩვენთან მიმდინარე პროცესებს, ნუ მე არ ვიცი, აი ეს დღეები რასაც უყურებ, გამიჩნდა სურვილი, რომ იქნება რამე საგანგებო მდგომარეობა შემოიღოს მთავრობამ, რომ აი გააჩუმოს ეს არ ვიცი, მართლა პროვოკატორები, გულისხმობ ქართულ მედია საშუალებებს, დაწყებული TV პირველით, გაგრძელებული აი მთავარი არხის ის რო არის Facebook გვერდი. აი ეს არის მართლა არ ვიცი, საშინელება რაც იქ ხდება, გულისხმობ რას, იცი?
აი ერთუჯრედიანი რო არის ადამიანი, ოღონდ როგორი ერთუჯრედიანი, იცი რომ იმ უჯრედს გაყოფის პერსპექტივაც რო არ აქვს, რომ როდესმე ორი უჯრედი გახდეს, ამ მდგომარეობაში არის დღეს ქართული მასმედია პირველ რიგში და თუ კი ვინმე აი იმბეცილი დებილი არის შეკრებილი იმ მთავარი არხის გვერდზე, ყველაფერს რო ახახავებენ და ძალიან გაბრაზებული. ძალიან გამაღიზიანებელია რა უკვე, აი რა არის იცი სოფლიო დგას მესამე მსოფლიო ომის წინაშე მთელი სამყარო ლაპარაკობს რომ აი რამდენიმე საათში შეიძლება კატასტროფა მოხდეს მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს და აი ამად აბა კობახიძე წავა იქ ირანის პანაშვიძე და აი ამის მეტი რო სალაპარაკო ჟურნალისტს არაფერი არა აქვს და დღეს კითხეს სხვათა შორის ერთ-ერთ შარმანაშვილს კითხეს მე მგონი რომ წავა ქართული ოცნება ხამეინის გასვენებაში და რაღაც სოფლიო ინგრევა ხალხო და აი ამებს მეტი საფიქრალი სალაპარაკო არა აბა ივანიშვილს როდის დაბომბავს ეხა ამერიკა და ამაზე დგას და 2000 კაცი ახახავებს ასეთ იდიოტობებს და რაც მართლა საინტერესოა ამ ყველაფერში და უამრავი პროვოკაცია მოხდა უკვე ჩვენს ქვეყანაში სხვა შორის ამაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება ეს არის აი ამ მედია საშუალებების მხრიდან მიღმა და კონცენტრირება ხდება აი ასეთ იდიოტურ იმბეცილობებზე მართლა მაპატიოს ასეთი ტერმინებისთვის ჩვენმა მაყურებელმა, მაგრამ იმდენად გამაღიზიანებელია უკვე ამ ხალხის ქცევა, რომ აი რატო არის ერთუჯრედიანი რა ფართო სურათის დანახვა კი არ შეუძლია. მართლა შეიძლება სამყარო კატასტროფის წინაშე დადგეს და ამათვის მთავარი არის აბა რაც იზავს ეხა კობახიძე წავა თუ არა პანაშვიძე სადღაც ალი ხამეინის. აი ამ დონემდე არის ჩვენი მედია, ამ დონემდე შუქდება ჩვენთან ეს მოვლენები, რომელიც ჩვენს მეზობლად ხდება. რაც შეეხება ჩვენთან მიმდინარე პროვოკაციებს, ამასთან დაკავშირებითაც აუცილებლად მინდა ვთქვა, სხვა შორის ახალი ნიუსი არის ეს და შეიძლება ბევრმა ჯერ არის ის რომ ირანის საელჩოზე საქართველოსში მოხდა ინციდენტი, ეხა თავდასხმას ვერ უწოდებ ამას, მაგრამ დაამსხვრიეს საელჩოს შუშები და ეს ეხა ინციდენტს ვეძახი ჩვენ თორე ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა ამას თავდასხმად განიხილავს და ეს არის სწორი. საელჩოზე პირდაპირ ვიღაცებმა ჩაამსხვრიეს შუშები. გარდა ამისა, ვნახეთ აქციები აქ თბილისში პროირანულიც, ანტიირანულიც. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სპეცსამსახურების ნომერ პირველი ამოცანა და ეს ჩანს თვალსაჩინო არის. მათ შორის Facebook გვერდები გაჩნდა, ახალი Facebook გვერდები ან ძველი მივიწყებული გვერდები გაცოცხლდა, სადაც როგორც ერთი ისე მეორე მხარე, აი პირდაპირ ეწევა პროპაგანდას. შემხვდა როგორც პროირანული პროპაგანდის ძალიან გააქტიურებული გვერდები, ისე ანტიირანული და პროისრაელური პოზიციების მქონე დაასპონსორებული პირდაპირ გვერდები და ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, იწამლება ჩვენი მოსახლეობა ამ პროპაგანდით, როგორც ერთი ისე მეორე მხარეს. და მე მაინტერესებს, რას შვება ასეთ დროს საქართველოს სპეცსამსახურები. საქართველოს სპეცსამსახურების როლი სამწუხაროდ მე მრჩება ესეთი შთაბეჭდილება, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში გახდა განსაკუთრებით აი ჩვეულებრივ საქართველოს მოქალაქეების თვალთვალი მაგალითად კომპრომეტირება, პატიოსანი უდანაშაულო ადამიანებისთვის რაღაცების დაბრალება შეთითხნა და მე ეს საჩვენებელი სასამართლო პროცესები რაც ვნახე, მაგრამ რაც მართლა არის საკეთებელი, რომ საქართველო არ შეიძლება გახდეს როგორც ან ერთი ან მეორე მხარის მიკერძოებით პროპაგანდის არეალი. ეს მე მგონი ცხადი არის, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ სადღაც მეორე კონტინენტზე, ეს ყველაფერი ხდება ჩვენს მეზობლად და მართალია ამ ჩვენ უტვინო აკაცუკებს არ ესმით ეს ყველაფერი და კომპიუტერული თამაში გონიათ, რასაც უყურებენ, მაგრამ ხედავთ რომ არავინ არის დაცული სამყაროში, მით უმეტეს ამ რეგიონში. დღეს ყველა აი ჯვარი წერია ამ სახელმწიფოს და იმედი მაქვს რომ მსგავსი არაფერი იქნება, მაგრამ აქეთ რო გამოფრინდეს ერთი ბალისტიკური რაკეტა, ერთი სპეციალისტი მაინც ყავს ამ ქვეყანას, რომ რამე შეაჩეროს. ვართ დღეს ვიღაცის კაი სიტყვის იმედზე, რომ არაფერი არ მოხდება კაცო ჩვენთან. და ეხა, როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს ამ ქვეყანაში და როდემდე შეიძლება ჩვენ უყუროთ საქართველოს მთლიანი, როგორც მასმედია, ისე უკვე ქუჩაც ფაქტიურად არის გადაქცეული ორი დაპირისპირებული მხარის პროპაგანდის ველად და ქართული საზოგადოება არის შუაზე გაყოფილი და ვიღაცები ირანის შაჰს უჭერენ მხარს და ვიღაცები პირიქით ვიღაცა ხამეინს გლოვობენ და ამ ქართულ საზოგადოებაში თითქოს ჩვენი გადასაწყვეტი იყოს რამე რა იქნება იმ ახლო აღმოსავლეთში ვართ ერთმანეთს ვჭამთ იმაზე ამერიკა მოერევა თუ ირანი და არავინ არ აღმოჩნდა ამ სახელმწიფოში ისეთი პირველ რიგში ალბათ ეს ხელისუფლების პრეროგატივა არის რომ ესეთი ზღვარ გადასული პროპაგანდა როგორც ერთი ისე მეორე მხარის მხრიდან უნდა აღიკვეთოს და უნდა ქართულ საზოგადოებას მიეწოდოს სწორი, ნეიტრალური, გადამოწმებული ინფორმაცია და არ შეიძლება რომ ჩვენ ვიყოთ აი ამ პროპაგანდით მოწამული. თენგო პირდაპირ მოუწოდებ თავრობას თავისუფალ მედიაზე ზემოქმედებაზე და ეს არ არის დემოკრატიული არა ეს არ არის თავისუფალ ეს არ არის დემოკრატიული აი ცოტა საგანგებო სიტუაციების დროს სხვა შორის კონსტიტუციაში არის ასეთი დანაწესი საომარი საგანგებოს დღეს არა გვაქვს ეს მდგომარეობა და ღმერთს მაგრამ კაიხანი არ კონდეს მაგრამ არა რას გულისხმობ რა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაზე როცა მიდის ხოლმე ლაპარაკი საომარი მდგომარეობის დროს
ქვეყანას აგანგებო მდგომარეობის დროს კონსტიტუცია უშვებს, ანუ ეს არ არის აბსოლუტური უფლება, რისი შეზღუდვაც არ შეიძლება. როდესაც ის აშკარად არის მავნებლური და აშკარად სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ მუშაობს, სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები და თუნდაც არც იმ ანტიირანელებს და არც იმ პროირანელებს არ უნდა მისცე აქ მანიფესტაციების ჩატარების შესაძლებლობა საელჩოებთან, რაც დამთავრდა უკვე როგორც ვნახეთ ინციდენტით ირანის საელჩოს წინააღმდეგ და ესეთი რაღაცა ჩვენს ქვეყანაში მე ნამდვილად არ მინდა რომ ვიხილო. მე მინდა რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა იზრუნონ ზუსტად ასეთი საფრთხეებისგან აარიდონ ამ ქვეყანას და არა ის რო აგზდიონ და მართლა უდანაშაულო ადამიანები ჩასვან ციხეში და ჩვენ გვითვალთვალონ და ჩვენ გვისმინონ და ჩვენ დაგვიყენონ აქ მოსასმენები. აი ამის ის დიდი სურვილი. თენგო, რა თქმა უნდა, სიფრთხილე აუცილებელია და სხვა შორის ეს რაღაცა გარკვეულწილად შეიძლება მართლა ვინ დადებს, ვინ არის გარანტი იმის, რომ ამ ჯგუფებს შეიძლება საერთოდ არ არიან უცვლელები და შეგნებოდ რაღაც აკეთებენ, მაგრამ ესეთ რაღაცები ხდება აი ამ შაბათი დღიდან მოყოლებული ახლა გერმანიაშიც და ევროპულ სხვადასხვა ქალაქებში ხდება როგორც აქეთ მხარეს გამოსვლები, ასევე მეორე მხრის გამოსვლები. თუმცა რა თქმა უნდა სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე ჩვენერი ტიპის ქვეყანაში და მით უმეტეს თბილისში ახლა ყველაფერს თავი დავანებოთ ცოტა ხო კი ვამბობთ ჩვენ ტოლერანტული ქალაქი ვარ და რაღაც ესეთი შეფასებას ვაკეთებთ ხანდახან როცა გვინდა მაგარი ტოლერანტები ვართ სინამდვილეში ამ ტოლერანტობის ამ სიტყვის განმარტებაც არ ვიცით შემთხვევაში ზუსტად თუმცა როგორც არის და რასაც ნიშნავს ტოლერანტობა მოთმენას დათმენას რაღაცა პერიოდით ესეც არ შეიძლება ისე იყოს რომ გაიაროს რაღაცა საფრთხის გერმანია არ ემეზობლება ირანსა ჩვენ მეზობლებით ეს არის სწორედ აი ამის თქმა მინდოდა საფრთხის ზღვარზე და ამიტომ რომ ვახსენე ტოლერანტობა ის აზერბაიჯანის ჩვენი მოსაზღვრეა ზუსტად ერთი ქვია 200-250 კილომეტრში და მეორეც სომხეთიც და მით უმეტეს ბოლოს თეირანის სამანქანო გზით 1200 კილომეტრია და დღემდე სხვა შორის ეს რაღაცა რა ვიცი ეს ჩვენი ისტორიული მისია თუ რას ვასრულებთ ამ ჰუმანურ გზას და ასე შემდეგ მაკავშირებს აბრეშუმის გზას რასაც ქვია და საერთოდ ყველამ გავიგოთ კარგად საერთოდ როგორ მოხდა პირველ კონფლიქტში საუკუნეების უკან როგორ ჩაერთო ხო საქართველო საერთოდ ეგრესის ომიდან დაწყებული და არ ვიცი მე პეტრას ციხე და ასე შემდეგ რა იყო ხო მთავარი მიზეზი არაფერი კარგად რომ ჩავეძიოთ და რომ ვიკითხო და რომ მეტად ვისწავლო და სწორ ისტორიას მივაკვლიოთ სწორედ ეს იყო რომაელების ინტერესიც და იმათ ხალხით ეს იყო აბრეშუმის გზა და აი გასასვლელი იქით სადაც მიდიოდა მაგრამ ხო სავაჭრო გზების კონტროლი ამიტომ ამ კუთხით რა თქმა უნდა ვეთანხმები და ის კი არა ამ კონფლიქტამდეც და ირანში ღმერთმა მშვიდობა იყოს საერთოდ ზოგადად ბევრი ჯგუფი ისეთ ჯგუფები დადიან მოძრაობენ გასაკონტროლებელია ხა მართლა მე რომ მაჩერებ რაზეა ლაპარაკი პოლიციელს ყველას სამხედროს უღრმესი მადლობა და ვემორჩილებით კანონს რა თქმა უნდა ისინი ემსახურებიან საქართველოს ჩვენ ვემორჩილებით კანონს ბუნებრივია უნდა იყოს შემოწმება მაგრამ ეხა თენგოს თქმის არ იყოს ხანდახან ისეთ სიტუაციაში მაჩერებენ ხოლმე მე-100-ად მე-20-ად განსაკუთრებად ამ ბოლო პერიოდში აგერ ტელევიზიიდან რო გავდივარ და მე მეუნებიან თან მაინც მორიდებით რაღაც არ ვიცი ეთყობა მაინც გზნობენ რომ ეხა რა უნდა მედოს მე საბარგულში ისეთი რომ საბარგულს ავხდი და მოტოციკლეთის ჩაფხუტზე მეუნებიან უი ჩაფხუტი გამოვაბრუნოთ ისე აბაში რამე რო ვარდევს და ასე შემდეგ იმდენ ადამიანს ხედავ და რა ვიცი რუსთაველზე განსაკუთრებით რა თუნ ამას ლაპარაკი შეიძლება ბევრი სხვა უცხო ქვეყნის რაღაცა სხვა ტიპის ორგანიზაციის წევრიც იყოს თუმცა მშვიდობას უსურვებ პირველ რიგში ჩვენ ქვეყანა ჩვენ ხალხს და არ გვინდა არანაირი ჩვენ რაღაცა მოწოდებები როგორ ჩალეწვა არის უძიმეს დანაშაულია საერთოსთან ნებისმიერი არ ვიცი როგორ რა თქვა ბუმბულიც რო გადააგდო იმან თუ მიზანს მიაღწია და ეს ბუმბული საერთოს ტერიტორიაზე დავარდა ყველამ კარგად იცის რომ ეს ნიშნავს რომ იმ ქვეყნის ტერიტორიას უცხადებ თუ უვნებ რაღაცა შენი საქციელით ამიტომ რა თქმა უნდა ამასთვის უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე სპეცსამსახურები პოლიცია და პირველ რიგში ხა თუ იმეს რამე ინფორმაცია უნდა მიიღოს ჩემგან კი არ უნდა აიღოს და მე კი არ უნდა მისმენდეს თენგოს და ცოტნეს და სხვა ჩვენ ტელევიზიის თუ სტუდიის წევრებს არამედ არის ბევრი მოსასმენი მე აი უბრალოდ ვიტყვი და ცოტნესკენ გადავალ დღეს ირანში არიან რა თქმა უნდა ჩვენთანაც მაგათ ირანელი აკაცუკები რომლებიც საკუთარი ქვეყნის დაბომბვას უჭერენ მხარს და ტაშს უკრავენ და
რაც კიდევ უფრო დიდი უბედურება არის, საქართველოში ყავს აკაცუკები, ვისაც ამისი შურს და უნდა რომ ნეტა ჩვენთანაც ასე მოხდეს. აი ეს უნდა ალაგმოს ხელისუფლება, იმიტომ რომ ეს აღარ არის ახუმარო. კი ბატონო, ორი სიტყვით მორჩები მოსმენაზე გვისმინო, უკეთეს ვის მოусმენენ პრინციპში, მაგრამ ისეთ თქვა მინდა ხო მე ამ შემთხვევაში გეთანხმებით პირველ რიგში რაც აღნიშნეთ, თუმცა უნდა ვთქვა რომ აი ისეთი პატარა ქვეყანა როგორც საქართველოა, ხო, არასდროს არ არის დაზღვეული ასეთი დიდი სახელმწიფოების, ჩვენზე ბევრად დიდი სახელმწიფოების საგარეო ჩარევისგან, მათ შორის აქ იგულისხმება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, მაგალითად აი რაზე ჩვენ მივანიშნებთ, რომ შეიძლება ძალიან ბევრი ქვეყნის და შეიძლება კი რა ვიცით, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის, ძალიან ბევრი სპეცსამსახური მუშაობს და ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაცა პროვოკაცია მოხდეს, ხო? და რაზეც აი თენგომ ყურადღება რადგანაც გაამახვილა ირანის საელჩოსთან მომხდარ აი ამ ინციდენტზე, ხო? აქ რა არის მნიშვნელოვანი და რა არის ჩემი აზრით ამის უზრუნველყოფა პრინციპში იმის თქმა მინდა რომ ქართული სპეცსამსახურები რაც არ უნდა მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და მუშაობდნენ ძნელია ქართულმა სპეცსამსახურებმა დაუშვათ აი ტოლი დაუდოს მოსადს ან ტოლი დაუდოს რუსეთის დაზვერვას ან ტოლი დაუდოს უფრო მაღალ ეფექტურ კი ბატონო სპეცსამსახური აქვს უმეტი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ზოდება უნდა ცოტნე ხა ტევ პირველი თავარი არქი რომლების ტელევიზიის დახურვისკენ ნუ მოუწოდეთ არაფრისკენ არ მოუწოდეთ because პირდაპირ ვიძახი რაც არის აი ეს ადამიანები არიან დაკავებული დღეს მაგრამ სოციალური გვერდი განა ირანი მიყვარს მაგრამ არ შეიძლება რომ ვიმესმება არ შეიძლება გეთანხმები უბრალოდ ამას ჭირდება კონტრმოქმედებები რაღაცაც იმედი მაქვს რომ ასრულებს ქართული სახელმწიფო მაგრამ იცი რატო უყურე ეგრე თუ მიუდგებით 2022 წელს უკრაინის კონფლიქტი რო დაიწყო ტევ იმედი პირველი არხი რუსთავი მთელი სამთავრობო მედია არ ვეძახდი მადლობა დასო მაშინ მიაქციონ ყურადღება ტევ იმედსაც დღესაც ხო ისე თქვა მინდა ყურე ისე თქვა მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები ესე ღიად არ უნდა მოქმედებდნენ ისინი ქვედა დინებებით ქვედა ბერკეტ ყველა კარგად ვიცით ხო ხა ესე საჯაროდ გამოვიდეს და დაგმოს იმის ტევ პირველის ქცევა ან თავარის ან იმედის ქცევა ეგრე მოწოდება იყოს დაფრთხილება იყოს პრევენცია იყოს ისე თქვა მინდა ყურე ყველაზე დიდი პრობლემა მე რასაც ხედავ საქართველოს მთავრობის დღევანდელ პოლიტიკაში და იმ რეალობაში რაშიც არ ვართ დღეს ხო რაზეც უდიდესი წილი პასუხისმგებლობისა დღევანდელ ხელისუფლებას აკისრია ხო ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა რომ როდესაც ვამბობ რომ ჩვენ აქ რაც არ უნდა ესე იგი უმაღლეს დონეზე ჩვენი სპეცსამსახურები მუშაობდნენ ჩვენ ვერ აღკვეთავთ აი ამ დიდი საფრთხეების პრევენციას ვერ შევძლებთ იმიტომ რომ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ მარტო ამიტომ საჭიროა რომ ქვეყანას ყავდეს მოკავშირეები მით უმეტეს ყავდეს ისეთ მძიმე რეგიონში როგორც ჩვენ აღნიშნეთ იმიტომ რომ ჩვენთან რაღაც რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით ნადგურდება და პირისაგან მიწისა იგובה ყველაფერი ხო ყველანაირი კასეტური ბომბებიდან დაწყებული ბირთვული ღვთისმწყალობის ჯერჯერობით არ არის გამოყენებული ბირთვული ქობინები თორემ არ დარჩენილა სხვა რაიმე სამხედრო საშუალება რაც ირანის მიწაზე და ირანის გარდა იქ მის მეზობელ ქვეყნების მიწაზე არ გავარდება ხო აი ამ რეალობაში ჩვენ გვჭირდება აქ მოკავშირეების ძებნა და ჩვენ ვართ რეალობაში სადაც ფაქტობრივად და პრინციპში საერთოდ მოკავშირის გარეშე ვარ დარჩენილები ხა ამერიკის მოკავშირეობა შეიძლება ამერიკის მოკავშირეობის გარეშე დარჩენა ჯობია და იმათ და საერთოდ ტერი იყო ის შეიძლება ჯობია ვიდრე იმათი მოკავშირეობა ყოველ შემთხვევაში იმ სახით რა სახითაც ჩვენ ისინი მოკავშირეება დააგვიქვამდნენ მაგრამ დღეს ვართ რეალობაში სადაც ნუ ევროკავშირთან და გასაგებია და მესმის რომ ევროკავშირი თავისი ევრობიუროკრატია ეს არაადეკვატური ხალხია და არანორმალური ხალხია და გაუგებარია მათთან დღეს როგორ უნდა ხერხდეს რამე დიალოგზე საუბარი მიუხედავად იმისა რომ კობახიძემ გააჟღერა რომ ისინი მზად არიან ევროკავშირთან დიალოგის განახლების მაგრამ ყურეთ ისე თქვა მინდა კვლავ ამ დღეს ქართული დელეგაცია წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხო დიმიტრი სამხარაძის ხელმძღვანელობით და კი ბატონო ეხლა ჩვენ ასეთ დიალოგს და საუბარს რომელიღაცა სხვადასხვა ქვეყნებთან მათ შორის ისეთ გლობალური მასშტაბის ქვეყნებთან როგორც ამერიკის შეერთებული შტატები მივესალმებით მეგონა იტყოდი ტალე ირანის ხელმძღვანელი მივესალმებით მსგავს ნაბიჯებს მაგრამ აი მგონი გასა აპრიორშიცია რომ უნდა გააფუჭო რაღაცა ნუ იტყვით ეგრე იმედია არა იმედია გვერდმოქმედს ამატებული იქნება ეს ვიზიტი რა თქმა უნდა გასაგებია მაგრამ ის რა არის აქ თავარი და უცებ მორჩებ ძალიან გამიგზელდა ხა მაგრამ ის ახალში რომ
კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაისვას იმას, რომ ჩვენ პირველ რიგში ვჭირდება დიალოგი აი ამ რეგიონში ყოფ სახელმწიფოებთან. ჩვენ გვჭირდება დიალოგი მათ შორის ახლა ირანის სახელმწიფოს და არა მარტო მთავრობამ რა განცხადებაც გააკეთა ყველას მიუსამძიმნა საერთოდ ირგვლივ ვინც რომელი ქვეყანაც კი არსებობს, მაგრამ იქ რო იქ ნახსენები იყო ირანელი ხალხი და ირანის ხელმძღვანელი ეს სწორია და იცი ჩვენი მეზობლები არიან და ჩვენ გვჭირდება ესეთი პოლიტიკა, რომ ჩვენ თურქებთან, ირანელებთან, რუსებთან, რომელიც გადამწყვეტი ფაქტორის, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ძალაა და გავლენის ძალაა ჩვენს რეგიონში, კავკასიაში იქნება ეს თუ ახლო აღმოსავლეთში, ჩვენ ეს ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ მოკავშირეები ვეძებოთ იმისთვის, რომ მოხერხდეს საქართველოში ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ ეხლა რაზე ვსაუბრობთ, რომ 3 მილიონიანი სახელმწიფო, ხო, როგორ უნდა შევძლოთ ჩვენ დამოუკიდებლად ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, როდესაც ვხედავთ, ეგრე 90 მილიონიანი ირანი, რომელიც ბევრად განვითარებულია ჩვენზე, ტექნოლოგიურადაც, ეკონომიკურად ბევრად მდიდარია თავისი რესურსებით, ნავთობი გინდა თუ სხვა უამრავი რესურსები, ხო, გაზი და ასე შემდეგ. ბევრად მრავალრიცხოვანი არმია ყავს და ძალიან დიდი ისტორიის და კულტურის მქონე ცივილიზაცია ის ვერ ახერხებს თვითონ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, იმიტომ რომ ყოველ წელიწადს, როდესაც ცუდ ხასიათზე ან კარგ ხასიათზე გაეგვიძებათ ნეთანიაჰუსა და ტრამპს, ბომბავენ ირანს და იქ ანადგურებენ ირანულ პოლიტიკურ თუ სამხედრო ელიტას. ამიტომ ირანი ვერ ახერხებს საკუთარი თავის დაცვას მოკავშირისა და მეგობრის გარეშე. ჩვენ როგორ უნდა შევძლოთ, თუ ჩვენ აქ მოკავშირეები და მეგობრები არ ვეძებთ, მათ გარეშე როგორ უნდა შევძლოთ საკუთარი თავის და საკუთარი უსაფრთხოების დაცვა. ეს არის ყველაზე დიდი მინუსი, რაც ქართულ ოცნებას დღეს აქ და რანამისას კიდევ არ დგამენ. და კიდევ არიან იმ კომპლექსში, რომ ახსენა ცოტნემ რუსეთთან მიმართებაში ყველაზე დიდი გარე ფაქტორი და გვერდი მეზობელი და მით უმეტეს უსაფრთხოების კუთხით თუ ვინმესთან რამე გვაქვს გასაულელი და ჩვენი მთავარი ამოცანების შესრულებელი, სწორედ რუსებთან მიმართებაში ვართ ისევ, არ ხვდებით, ვერ ხვდებით რაღაცა აქედან იქით განცხადებებს ვაკეთებთ, მაგრამ ეს სხვა თემა როცა მოგიწევს და იძულებული იქნები და მეორე როცა მართლა დიპლომატიურ ნაბიჯს გადადგავ. ჩვენ ერთი ვიდეო გვაქვს დარჩენილი. კი ბატონო. უნდა გავუშვათ ეს ვიდეო და დავამთავროთ შემდეგ შენი კომენტარი და დავამთავროთ გადაცემა. კი ბატონო. ეს არის ვიდეო, რომელიც მოვამზადეთ სხვა შორის ამ თემამ ზოგადად, რაც დაკავშირებული არის აი ესე საქართველოსზე თუ ვისაუბრებთ, ჩვენთვის მარტო ირანი და ასე ვთქვათ, ისრაელი არ არის ამ ქვეყნისთვის სამწუხაროდ პრობლემა და მხოლოდ საგარეო საფრთხეები არ აქვს ამ პრობლემას და როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას და მე ვსაუბრობდი სხვათა შორის, აი ზუსტად თითქოს ამ სიუჟეტსაც გარკვეულწილად ეხმიანება, რომ საქართველოს ხელისუფლება თქო დაკავებული უნდა იყოს ზუსტად აი ამ საფრთხეების განეიტრალებით და არა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ უსამართლო გადაწყვეტილებების მიღებით და ამაში არ უნდა ხარჯავდეს ენერგიას. ძალიან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა ჩვენს გვერდზე ერთ-ერთ სიუჟეტს, რომელიც შეეხება კონკრეტულად ყადაღის თემებს, იმიტომ რომ ეს არის საკითხი, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს და ნახევარი საქართველოს დღეს არის დაყადაღებული, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში მოვამზადეთ სიუჟეტი ბატონი თემურ ქორიძის სტატიის მიხედვით, ჟურნალისტის ძალიან გამოცდილი, ასე ვთქვათ, და ამ საკითხში გამობრძმედილი ადამიანის სტატია არის, რომლის ვიდეო ვერსიასაც ჩვენს თავაზობთ მაყურებელს და ეს შეეხება კონკრეტულად ერთ-ერთი ოჯახის, ასე ვთქვათ, ტრაგედიას და პრობლემებს, რაც აი დაკავშირებული არის ამ უსამართლო ყადაღების პრაქტიკასთან. როდესაც სახელმწიფო უბრალოდ გიყადაღებს ყველაფერს და აღარ ფიქრობს იმაზე, რომ შენ ელემენტარულად ჯერ ერთი საერთოდ იმსახურებ ამ ყადაღას, არ იმსახურებ, გააქვს იმისი შესაძლებლობა, რომ იარსებო ამ ყველაფრის მერე ამ ქვეყანაში, სადაც ისედაც ვიცით როგორი გაჭირვებაა თუ არ გაქვს და აი ამაშიც რომ საკუთარი სახელმწიფო ხელოვნურად გიქმნის ბარიერებს. და შენ არ გაქვს არანაირი სამართლებრივი მექანიზმი, რომ ამ დროს თავი დაიცვა. აი ამ საკითხს შეეხება ჩვენი სიუჟეტი და ალბათ გადაცემის ბოლოს კარგი იქნება თუ შევთავაზებთ. ჩვენ რატომ გვინდოდა და რატომ მინდოდა რომ თქვა თენგოს ესაუბრა ამ თემაზე? კი, ჩვენ მოვამზადეთ ეს სიუჟეტი თემურ ქორიძის სტატიის მიხედვით, რომელიც დაიბეჭდა ეს სტატია და თენგოს თავისი მეორე პროფესიიდან გამომდინარე, იურისტი არაერთ ასეთ უსამართლობასთან ქონია კავშირი და ჩვენ ერთად მოვამზადეთ ეს სიუჟეტი და თენგოს როლი ძალიან დიდია ამაში. მართალია, ჩვენ როცა ჩვენ სახელმწიფოზე და ჩვენ მოქალაქეებზე ვსაუბრობთ, სახელმწიფო არ უნდა გვაგდებდეს ისეთ ვითარებაში, რომ არ ვიცი, არას ჯეჯერობით რომ არ არის გადაწყვეტილება, ჯეჯერობით რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიმე ოჯახს იქნება ეს თუ
ქვია კონკრეტულად ადამიანთა ჯგუფს ან ერთ ადამიანს არ შეიძლება რომ სახელმწიფო მასე გაწიროს თავის ქვეყნის მოქალაქეები. მოკლედ ჩვენ გევშტოებით, თქვენ კი დარჩით ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული მოკლე ფილმის სიუჟეტი სახელწოდებით ყადაღას უფრთხილდით მოსამართლეობა, რომელიც ბატონ თემურ ქორიძის სტატიის მიხედვით გავაკეთეთ. კარგად გრძელდებოდეთ ნახვამდის. ნახვამდის. მოდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკმაოდ პოპულარული ტერმინი ყადაღა. სავარაუდოდ ქართულ ენაში არაბულიდან დამკვიდრებული ეს ტერმინი ყადაყა აკრძალვა, შეკავება, შეჩერება, შევიწროება. თანამედროვე იურიდიულ ენაზე პირის მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობის, მისი განკარგვის უფლების სრულ ან ნაწილობრივ შეზღუდვას, ან სახელმწიფოს სასარგებლოდ მის ჩამორთმევას გულისხმობს. რამდენიმე დღის წინ გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში გამოქვეყნდა ჟურნალისტ თემურ ქორიძის სტატია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ სამართლებრივ პრობლემას შეეხება, რაც იურიდიულ ტერმინოლოგიაში ყადაღის სახელწოდებითაა ცნობილი. საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია მდგომარეობა, როცა საკუთარ თანხებსა და აქტივებზე წვდომა, საკუთარი ქონების განკარგვის უფლება, სამართლებრივი დავის გამო ეზღუდება, ხოლო პრობლემის მოგვარება უამრავ პროცედურასთან, დროსთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული. თემა აქტუალური და მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობია. სტატიის ავტორი სწორედ ამ საკითხს მიმოიხილავს კონკრეტული შემთხვევის მაგალითზე და ცდილობს სახელმწიფოს და საზოგადოებას დაანახოს, თუნდაც კანონის ფარგლებში განხორციელებულმა პროცედურებმა რამდენად დიდი ზიანი შეიძლება მოუტანოს სრულიად უდანაშაულო ადამიანებს, რაც სისტემის წინაშე დაუცველობის განცდას აჩენს. ჩვენი სიუჟეტის მიზანი არა რომელიმე კონკრეტული შემთხვევის განხილვა, არამედ ამ მეტად საგულისხმო წერილის სმენელამდე მიტანაა. თავაზობთ თემურ ქორიძის ვრცელი სტატიიდან ყველაზე საყურადღებო ეპიზოდებს, რომლებიც მაყურებელს პრობლემის ახლოდან დანახვის და სრული სურათის აღქმის შესაძლებლობას მისცემს. რამე რომ არ შემეშალოს, ნახოთ რას ამბობს ამის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151 მუხლი. სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის, ან და სხვა მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ, ან და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული, ქურდული სამყაროს წევრის, კანონიერი ქურდის, ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის გექვე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის ქონებაა. გთხოვთ, კიდევ ერთხელ მივაქციოთ ყურადღება კანონის კატეგორიულ მოთხოვნას, რომ პირის ქონება შეიძლება დაყადაღდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული, ქურდული სამყაროს წევრის, კანონიერი ქურდის, ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის გექვე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის ქონებაა. ყადაღის გამოყენების ზოგადი წესის სამომხმარებლო ენაზე ახსნის შემდეგ, ავტორი კანონით განსაზღვრული პროცედურების პრაქტიკულ ამბავს გვთავაზობს. შერჩეული მაგალითი ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილ შემთხვევას უკავშირდება და აჩვენებს იმ პასუხისმგებლობას, რაც სახელმწიფოს თუნდაც მართლმსაჯულების წმინდათა წმინდა მიზნების მიღწევის პროცესში წარმოეშვება. მართლაც მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც გახმაურებული საქმის გამოძიების პროცესში ჭეშმარიტების დადგენის საფუძვლით სახელმწიფომ არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც დაუსაბუთებელ და არაპროპორციულ ზიანს მიაყენებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვთ.
ამ მოსაზრების გადმოსაცემად თემურ ქორიძე ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებული ძმები გიორგი და დავით მიქაძეების და მათი ოჯახის შემთხვევას განიხილავს, სადაც სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნით ყადაღა დაედო არა მხოლოდ ეჭვმიტანილების, არამედ მათი ოჯახის წევრების, მოხუცი მშობლების და კიდევ იმ პირების ქონებასაც, რომლებსაც ბრალდებულებთან ნათესაობა ან უბრალოდ ნაცნობ მეგობრობა აკავშირებდათ. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ დანაშაულში ეჭვმიტანილი ძმები დავით და გიორგი მიქაძეების გარდა დააყადაღა მათი მშობლებისა და შვილების, მათ შორის ერთი დიაბეტის მძიმე ფორმით დაავადებული ვაჟის ქონებები. არ ვამტკიცებ, რომ ყადაღის ინსტიტუტი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მაგრამ თუნდაც ამ კონკრეტული საქმიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, მისი გამოყენებისას საჭიროა უდიდესი სიფრთხილე. ვერ გეტყვი თუ ფიქრია თუ არა ამაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოვლად უაპელაციოდ რომ იზიარებს პროკურატურის მოთხოვნებს. რით უნდა იარსებონ, თქვათ მიქაძეების ოჯახის წევრებმა, რომლებსაც მშობლიურმა სასამართლომ უკლებლივ ყველა საარსებო გზა გადაუკეტა. ხომ არ არის ეს გადაწყვეტილება ბიძგი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებისკენ? ბუნებრივია, ეჭვმიტანილის დაცვის მხარემ სასამართლოს დაუსაბუთებლობის გამო დაყადაღების გაუქმების მოთხოვნით საჩივრით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ქვეყნიერების გასაგონა და მოსამართლე მაია კვირიკაშვილის სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ მან ოპერატიულად ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გიორგი მიქაძის, რუსუდან ელიზაბედ მარგველაშვილის, კონსტანტინე მიქაძის, დავით მიქაძის, ნინო სიხარულიძის და გიორგი მიქაძის ინტერესების დამცველი ადვოკატის გიორგი ყავლაშვილის საჩივარი. იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151, 158, 207 მუხლებით და დაადგინა პირველი გიორგი ყავლაშვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოკლედ, სასამართლო პროკურატურის აზრით, კონსტანტინე მიქაძისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მრავალი წლის განმავლობაში უზარმაზარი შრომითა და რუდუნებით ნაგროვები ქონება თურმე ყოფილა დანაშაულებრივი და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მას აუცილებლად ყადაღა უნდა დაედოს. მაგრამ თავისი ამ გადაწყვეტილების, რითიც ულუკმაპუროდ ტოვებს საკმაოდ მრავალრიცხოვან ოჯახს, მთავარ და ერთადერთ არგუმენტად მოშველიებულია საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის 2025 წლის 8 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმადაც გივი ჯიბლაძის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის სისხლის სამართლის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურორთან განაცხადა, რომ იგი ჩართული იყო ეგრეთ წოდებული თაღლითური კოლცენტრების საქმეში. შემდეგ ქალბატონი მოსამართლე საკმაოდ დაწვრილებით აღწერს მთელ მსოფლიოში ავად ცნობილი კოლცენტრების საქმიანობას, ოღონდ არაფერს ამბობს მის უშუალო ან ირიბ კავშირზე უშუალოდ მიქაძეებთან. სწორედ ეს გარემოება მაფიქრებინებს, რომ მოსამართლე კვირიკაშვილის მიერ ხელმოწერილი განჩინება მიქაძეების ოჯახის შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ არის არა მოსამართლის, არამედ პროკურორის გადაწყვეტილება და დაწერილია მისი ხელით ან მისი კარნახით. დავუბრუნდეთ ყადაღას. ვინაიდან გერჯერობით მაინც არ ვარ შეპყრობილი საკუთარი უცდომლობის ილუზიით, ვაღიარებ, რომ შესაძლოა ვწდებოდე კიდეც. მაგრამ მაშინ პროკურატურამ კეთილი უნდა ინებოს და მიქაძეების ოჯახს, ამ საქმით დაინტერესებულ ყველა პირს, მათ შორის მეც, გასაგებ ქართულ ენაზე უნდა გვითხრას. რით აიხსნება მიქაძეების მშობლების, შვილების, შვილიშვილების, მათ შორის ერთი ინვალიდი ბიჭის პენსიის დაყადაღება და ასე უსიტყვოდ რატომ ეთანხმება სასამართლო პროკურატურის ამ საეჭვო მოთხოვნას. პასუხი ამ კითხვაზე საქმის მასალებში არ მოიძიება. უფრო კონკრეტულად, ამ თემაზე არც პროკურატურის შუამდგომლობაშია რამე ნათქვამი და არც სასამართლოს გადაწყვეტილებაში. არც ისაა ნათქვამი, რატომ ასაიდუმლოებს, თუ მართლაც ასაიდუმლოებს ამ მიზეზს მართლმსაჯულება. აქვე მინდოდა მომეშველიებინა საკმაოდ გახმაურებული ფაქტი იოსებ სტალინისა და მწერალ მიხეილ ზოშჩენკოს ურთიერთობის შესახებ.
ენამწარე და შეუპოვარი მწერლისადმი არც თუ მეგობრული დამოკიდებულების მიუხედავად, გასული საუკუნის იმ ურთულეს 40-იან წლებში პროლეტარიატის დაუნდობელი დიდი ბელადი კატეგორიულად შეეწინააღმდეგა მწერალსა და მის ოჯახზე შურიზიებას. ზოშენკო კრემლში პირადად გამოიძახა. ლენინგრადის მწერალთა კავშირის უსაქციელობისთვის ბოდიში მოუხადა და საკვების ტალონებიც საკუთარი ხელი დაუბრუნა. არც თუ გულჩვილმა იოსებ სტალინმა ეს ნაბიჯი გადადგა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დავუბრუნდეთ დღევანდელობას. დაუშვათ მშობლიური პროკურატურა და სასამართლო ცამდე მართალია მიქაძეების წინაშე. მაშინ მოდით ვცადოთ, უპასუხოთ მარტივ კითხვას. რატომ არ დააყადაღა საქართველოს მართლმსაჯულებამ ასეულ მილიონობით სახელმწიფო ქონების გამფლანგველმიმთვისებლისა და სხვა უამრავი საზარელი დანაშაულის ჩამდენი მიხეილ სააკაშვილის, მისი მრავალრიცხოვანი ცოლებისა და შვილების, დედა გიულის, სხვა ნათესავების უზარმაზარი ქონებები საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს გამოძიების მიკერძოებულობასთან, ყადაღის შესახებ კანონის თვითნებურ ინტერპრეტაციასთან და თვითონ კანონის ხარვეზიანობასთან, რაც ამ თვითნებური ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. უნდა ვაღიარო, რომ იმის დაჯერება, რასაც ახლა გეტყვით, ძალიან გამიჭირდა. პროკურატურა ერთმანეთში ურევს უფროს და უმცროს კონსტანტინე მიხაძეებს. კერძოდ, 8 ნოემბერს პროკურატურის მიერ წარდგენილ სასამართლოს მიერ დამტკიცებულ და 13 ნოემბერს ახალი სასამართლოს მიერ კიდევ ერთხელ სრულად გაზიარებულ განჩინებაში ყადაღისტი პროკურორების რუდუნებით შედგენილ განსაკულაკებელთა 19 კაციან სიაში მითითებულია 1999 წელს დაბადებული კონსტანტინე მიხაძე, შვილიშვილი, ხოლო იქვე დასაყადაღებელი პირების ქონების აღწერისას სიაში 1958 წელს დაბადებული კონსტანტინე მიხაძე, პაპა, ფიგურირებს და სასამართლო ამას ვერ ამჩნევს. ძნელია არ დავეთანხმოთ სტატიის ავტორს. თუმცა არ იქნება სწორი ჩავთვალოთ, რომ ყადაღის გამოყენების სადავო პრაქტიკა მხოლოდ საქართველოს სამართლებრივი სისტემის პრობლემაა. საზოგადოება კარგადაა ინფორმირებული იმ უსამართლობის შესახებ, რაც ისეთი პერსონის თავს ხდება, როგორიც ბიძინა ივანიშვილია. სწორედ ამ ადამიანსა და უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის მიმდინარე საერთაშორისო დავაც ნათელს ხდის, რომ 21 საუკუნეში, როდესაც დამალული ინფორმაცია პრაქტიკულად აღარ არსებობს, ვერაფერს განიზრახავ და დაგეგმავ ისე, რომ ამის შესახებ საჯაროდ არ გახდეს ცნობილი, ქვეყანაში ყველაზე დიდი გავლენების მქონე, ქველმოქმედებითა და მეცენატობით ცნობილი ადამიანიც კი შეიძლება გახდეს ავაზაკური ძარცვის სამიზნე. თან ისე, რომ საერთაშორისო სასამართლოების არაერთგზის მიღებული გადაწყვეტილებებიც არ აღმოჩნდეს უსაფუძვლოდ დაყადაღებული ქონების დაბრუნების გარანტია. და მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილის ამბავმა პრაქტიკულად გაანადგურა შვეიცარიის ყველაზე ავტორიტეტული ბანკის წლობით ნაგროვები რეპუტაცია, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამხელა ზიანს აყენებს უსამართლო ყადაღები ქართული მართლმსაჯულების იმიჯს. ამ საკითხს გამოქვეყნებულ სტატიაში თემურ ქორიძეც ეხება. რატომ ვერ ხედავს პროფესიონალი იურისტებით დაკომპლექტებული სასამართლო იმ ხარვეზებს, რასაც თვალის პირველი გადავლებისთანავე ხედავს არაიურისტი ჟურნალისტი. ყადაღის საქმის მასალები იძლევა იმ ვარაუდის საშუალებას, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში არასაკმარისი არგუმენტაციის დაუსაბუთებლობის გამო საერთაშორისო სასამართლო გააუქმებს ქართველი კოლეგების გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, საქმის ამგვარი დასასრული უარყოფითად იმოქმედებს როგორც ქართული მართლმსაჯულების, ისე ზოგადად ქართული სახელმწიფოს ავტორიტეტზე საერთაშორისო მასშტაბით. მლანძღვრელ მოკრიტიკეები ხომ შინ და გარეთ უამისოდაც საკმარისზე მეტი გვყავს. ჩვენი სიუჟეტით შევეცადეთ საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა არაკეთილსინდისიერ ან გულგრილ დამოკიდებულებას, როგორ შეუძლია კანონიერი წესრიგისთვის შექმნილი ინსტრუმენტი უსამართლობის იარაღად აქციოს. რამდენად დაუცველი შეიძლება დარჩეს ერთი რიგითი ადამიანი ან ოჯახი სისტემის წინაშე და რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა მართლმსაჯულების აღსრულება ისე, რომ სახელმწიფოს ქმედებებმა შეუქცევადი ზიანი არ მოუტანოს უდანაშაულო მოქალაქეებს.
მოსამართლეთა კორპუსი, რომელსაც ესმის ეს პასუხისმგებლობა და კანონის მოთხოვნებს მხოლოდ ფორმალური შინაარსით არიყენებს, ადამიანების დაცვის მთავარი მექანიზმი და სამართლებრივი სახელმწიფოს განუყოფელი კომპონენტია.